მოგესალმებით. ეთერშია სოციალისტური პლატფორმის დრო TV4-ზე სოლიდარობის სტუდიიდან. და დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ოტარ ჭულუხაძე, თქვენთვის უკვე ნაცნობი ფილოსოფოსი. და მე და ოტარი დღეს ვისაუბრებთ ზოგადად მიმდინარე მოვლენებზე, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში, როგორც ხედავთ ელვისის სწრაფით იცვლება რეალობები, ელვისის სწრაფით იცვლება წარმოდგენები, თურმე რა იყო დასავლეთი, როგორი მშვიდობის მოყარე არის შეერთებული შტატები, როდესაც მისი იმპერიალიზმმა უკვე კლანჭები გამოაჩინა. მაგრამ პირველ რიგში მინდა დავიწყოთ, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამედროვეობით და საქართველოს რეალობით. პირველ რიგში, ოტარ, დიდი მადლობა უბრძანებისთვის და მინდა ესეთი ტრადიციული ფრაზით დავიწყოთ იოსებ ბესარიონის და ჯუღაშვილის და ესეთი სტატია ორი ერთიანობა. ვიდრე დეპუტატის არჩევნებზე გადავიდოდეთ, საჭიროა ორიოდე სიტყვა ვთქვათ იმ ერთიანობაზე, რომელმაც საბედისწერო როლი შეასრულა ამ მომრჩეველთა არჩევნების დროს, რომელსაც ხელს ჭიდდნენ ლიკვიდატორები, როგორც წყალწაღებულები ხავს. ამას წინათ ტროცკი ლუდში წერდა, правда, ოდესღაც ერთიანობის მომხრე იყო, ახლა კი იგი თითქოს ერთიანობის წინააღმდეგია. მერე მართალია ეს? მართალიც არის და არც არის მართალი. მართალია, რომ правда ერთიანობის მომხრე იყო. არ არის მართალი, რომ იგი ახლა ერთიანობის წინააღმდეგია. правда მუდმივად ერთიანობას მოუწოდებს და თანამდებობრივ მუშათა დემოკრატიას. მას რაშია საქმე? საქმე იმაშია, რომ правда ლუდში ტროცკისთან ერთად სულ სხვადასხვანაირად უყურებენ ერთიანობას. ცხადია, ერთიანობა სხვადასხვანაირი. ეს არის ყველაზე საინტერესო მომენტი, ახლა რადგან გადავართ. დაახლოებით ეხმიანება იმას, რაც ჩვენთან ხდება, როდესაც აანონსებენ გაფიცვებს, რაღაც თანასწორობის მოძრაობებს, აი ხელშაკიდებულმა რო უნდა იარო, ვითომ მამუკა ხაზარაძემ და TBC-ის ბანკის თანამშრომლებმა, ვინც 500 ლარზე მუშაობს. ტროცკი სხვანაირად უყურებს საქმეს. ის ერთად აქუჩებს ყველას, როგორც პარტიულობის მოწინააღმდეგეებს, ისე ის მომხრეებს და რასაკვირველია, მას არავითარი ერთიანობა არ გამოუდის. 5 წელია ის ბავშვურად ქადაგებს იმის გაერთიანებას, რისი გაერთიანებაც შეუძლებელია. და ამან კიდევაც მიაღწია იმას, რომ ჩვენ გვაქვს ორი გაზეთი, ორი პლატფორმა, ორი კონფერენცია და არავითარი ერთიანობა მუშათა დემოკრატიისა და ლიკვიდატორებს შორის. იმ დროს, როდესაც ბოლშევიკები და პარტიულ მენშევიკები სულ უფრო და უფრო მჭიდროვდებიან, ერთმთლად ლიკვიდატორები უსკვლელს თხრიან თავის თავსა და ამ თელს შუა. მოძრაობის პრაქტიკა ადასტურებს პრავდის ერთიანობის გეგმას. მოძრაობის პრაქტიკა ამსხვრევს ტროცკის ბავშვურ გეგმას. გაერთიანოს ის, რისი გაერთიანებაც შეუძლებელია. და ნამდვილად ახლა ჩვენ ვხედავთ სრულიად შემთხვევით თითქოს, მაგრამ რეალურად დაგეგმილად, რომ ის ადამიანები, ვინც პირველ რიგში ეწინააღმდეგებოდნენ მშრომელთა მოძრაობებს, პირველ რიგში ეწინააღმდეგებოდნენ სოციალური სამართლიანობის და თანასწორობის იდეებს, ახლა გამოდიან სოციალისტური ლოზუნგებით. მაგრამ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, არ აყოლებენ საქმეს, არ გეუბნებიან ეს ყველაფერი როგორ უნდა გავაკეთოთ, უბრალოდ მათ ასე წმინდა ძროხად გამოყვანილი აქვთ ევროკავშირი და გეუბნებიან ერთადერთ რამეს, რომ მოდით, ახლა ჩვენ გაგვაძლიერეთ, ჩვენი ბრძოლა გააძლიერეთ და ევროკავშირი თქვენ მოგცემთ იმას, რაც თქვენ გინდათ. მოდით ახლა აი ამაზე ვისაუბროთ, პირველ რიგში როგორ ერთიანობაზე ვსაუბრობთ და რა შეიძლება მოყვეს აი ესეთ მოძრაობებს, როდესაც ისეთ ადამიანებს რთავ მოძრაობაში და ცდილობ რომ სისხლის შემატო ისეთ მოძრაობას, რომელიც ამ შემთხვევაში ჩვენ თვალწინ გვიდგას. აქვს თუ არა ამას რაიმე სოციალური დატვირთვა? შეუძლია თუ არა ამან შედეგი გამოიღოს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის? მოგესალმებით და მადლობა მოწვევისთვის. საინტერესო კითხვა არის. ჩვენ რასაც ვადევნებთ ამ NGO სექტორის სახით, ეს იყო ყოველთვის პრივილეგირებული კლასი და პრივილეგირებულთა კასტა მეტით ხელდასმული გარეძალების მიერ იმისთვის, რომ საქართველოში არ ყოფილიყო იმ ტიპის დემოკრატია, რომელიც მეტად თუ ნაკლებად მაგალითად ქართველ ან პატარა ერებს სურთ, ხო? იმიტომ რომ ნათქვამია, ხო, იგივე ახლა როდის წაიკითხეთ მისი კოლეგებისგან, თუ ამ ხანაგებისგან უფრო ზუსტი ვიქნებით, რომ ესე იგი პატარა ერის ნაციონალიზმი არის უფრო პროგრესული იდეა და ნუ ახლა ნაციონალიზმი ცოტა ჩვენ შემთხვევაში სახიფათო თემაა, მოდი ვთქვათ, ესეთი ეროვნული კონსერვატიული ხედვები, რაც სუვერენიტეტს ითვალისწინებს, ეს ყოველთვის არის განმათავისუფლებლური მოძრაობა, ხო? და ამავე დროს ეს არის ეს გულისხმობს თავის თავში რაღაც სოციალურ კეთილდღეობას და სამართლიანობას და ჩვენ ამ NGO სექტორის სახით ხედავთ პირიქით. ისინი არიან ნეოლიბერალური კაპიტალიზმის ამსონები, რომლებიც არიან დასმული აქ ჩვენთან, იმისთვის რომ არ მოხდეს საუბარი იგივე ეროვნულ სუვერენიტეტზე, იგივე
სოციალური სიკეთეების განაწილებაზე და ასე შემდეგ, ხო? როდესაც და შემდეგ ისინი ხვდებიან, რომ რაღაცა ცხადია საქართველოში ეკონომიკა წინ მიდის, მაგრამ რჩება პრობლემები სოციალური და ასე შემდეგ და ისინი ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ჩაიბან მატარებელივი და თვითონ იყვნენ, ასე ვთქვათ, გამწევი ძალა და სოციალური პროტესტის ნიადაგი მიცენ, რაც ძალიან მართლა ოქსიმორონია, იმიტომ რომ ეხლა მაგალითად სადაც ხაზარაძეა და გვარამია, ეხლა ცხადია ერთმანეთს ხელფასები არ უნდა უთვალოთ, მაგრამ ნუ რაღაცნაირი ინდიკატორია, რომ მაგალითად ვიღაც მუშაან ბანკის თანამშრომელი, რომელიც 700 ლარზე მუშაობს ან 500 ლარზე და გვარამია, რომელსაც ეს რაღაცა 88,000 რაღაცა აქვს ხელფასი, ხო? არის ერთ გვარში. ნუ იქნებით ლიბერალები და ერთმანეთის ხელფასის დათვლა. ხო. საჭიროა, იმიტომ რომ დედამიწა მრგვალია, რესურსები ამოწურვადია და თუ ვინმეს აქვს ლარით მეტი, ეს იმას ნიშნავს, რომ დანარჩენს აქვს ლარით ნაკლები, ხო? კი ბატონო, გასაგებია. ამიტომ როდესაც ან რის თქმა მინდა. ან კომპეტენციის მიხედვით შეიძლება ეს განსაზღვრებოდეს, მაგრამ როდესაც გვარამიაზეა საუბარი, აქ მართალი ხარ უნდა ჩახედო იმას, იმიტომ რომ რას აკეთებს ის სოციალური სიკეთისთვის, ისეც რომ მას ამ დონის ხელფასი ქონდეს, არავინ რამე გამოგონებას აკეთე, რამე გამოიგონა, რამე ინჟინერული საოცრება თუ უბრალოდ რაღაცა ტიპის ესე იგი პროპაგანდას ეწევა. სწორედ ამ კუთხით გულისხმობ, რომ შეიძლება თქვა დავთვალოთ, მაგრამ ხა პირობითად ის რო იყოს რომელი ადამიანი, რომელიც სოციალურად რაღაც კომპეტენციები სხვა ადამიანებს აღემატება, შეიძლება ამ შემთხვევაში ეს თქვა შემოსავლის დისპროპორცია რაღაც დონეზე ცხადია გამართლებული ყოფილიყო, მაგრამ ის რასაც ახლა ჩვენ თვალს ვადევნებთ, ეს გვაჩვენებს, რომ აი საერთოდ შეუძლებელია მართლაც აი ამ განსხვავებულთა ასეთ ტიპის ერთიანობა რა. ეს მაინტერესებს ახლა მე რასაც უყურებ ამ შემთხვევაში. ხედავთ ესეთ რამეს, რომ რეალურად ამდენი ხანი ვინც იყო გამორიცხული მთლიანად დემოკრატიის სცენარიდან, აი როგორც ვახსენეთ, ხო, რომ აი მცირე ერებში არის ყოველთვის იმის მოთხოვნილება, რომ რაც შევა მეტი ადამიანი უნდა ჩართო ამ პროცესებში. ამ პროცესებში ადამიანების ჩართვა უნდა მოხდეს ორგანულად, ანუ მათ ისინი უნდა ხედავდნენ საკუთარ ინტერესებს. ამ შემთხვევაში ჩვენ რეალობაში ეს ინტერესი ასე წარმოგვიჩნდა, რომ არაფერზე ჩვენ არ უნდა ვიზრუნოთ, გარდა ერთი რამისა, რომ ეს ლურჯი დროშა წვითელი ვარსკვლავებით ჩვენთან უნდა ეკიდოს ამაყად ფრიალებდეს და დანარჩენი ყველაფერი მოგვარდება. რომ ჩვენ საბრძოლველი არ გვაქვს ადგილობრივ დონეზე ამ სოციალური საკითხების მოგვარებისთვის. რა ის გეთანხმებით ხარ? საერთაშორისო მონეტარული ფონდი და სოფლიო ბანკი თავისი დათვლებით ნამდვილად თulis რომ ყველაფერი მიდის კარგად, ხო? თუმცა ისევ არის გადანაწილების პრობლემა. სთავაზობს თუ არა რეალურად გადანაწილებას, საერთოდ მიდის თუ არა საუბარი გადანაწილებაზე, შეგხვედრია თუ არა, მე არ შემხვედრია. ამ პოლიტიკოსების ნარატივებში, ხო? ისინი გვეუბნებიან, რომ უნდა გამოვიდნენ და ძალა შემატონ პროევროპულ მოძრაობას უბრალო მშრომელმა მოსახლეობამ. ისინი გვეუბნებიან, რომ ჯერ არის მხოლოდ ერთიანობის დრო, როგორც ამბობენ, ეხლა ეს სტატიაც ამიტომ წავიდა ორი ერთიანობა, ხო? როდესაც როგორც კი მივა მშრომელი ადამიანი და მაგალითად დაუსვამს ამ კითხვებს, ხო და ეტყვის აი გვარამიას მაგალითად, რომ კი ბატონო, აი გაგაძლიერეთ, მაგრამ ჩვენს სასარგებლოს რას ისაუბრებთ? მათი პასუხი იქნება ძალიან მარტივი, ეჭვი არ მეპარება, თუ ვინმე ცდის, შეუძლია ეს პასუხი მიიღოს მათი პირიდანაც, რომ ჯერ არ არის სოციალურ საკითხებზე საუბრის დრო, ჯერ არის ერთიანობის დრო, რომ მოვიშოროთ რუსული რეჟიმი, პირდაპირ ამ სიტყვებით ეტყვიან და შემდეგ ყველაფერი თავისთავად დაალაგდება. თუმცა პოლიტიკის ლოგიკა გვეუბნება, რომ როგორც კი რომელიმე რეჟიმს იშორებ, წარმოიქმნება ძალაუფლების ვაკუუმი და ძალაუფლების ვაკუუმის ამომსები ერთადერთი შეუძლია ყველაზე ორგანიზებულ ძალას. არის თუ არა საქართველოში რაიმე ორგანიზებული ძალა ეხლა რომელიც შეიძლება არ იყოს აფილირებული ან NGO სექტორთან, დასავლეთთან ან პირდაპირ ვთქვათ წინა მთავრობის ნაციონალურ მოძრაობასთან, ხო? ნუ ასე თუ ისე აფილირებული. არსებობს თუ არა რეალურად დამოუკიდებელი ეროვნული ძალა, რომელიც ამოავსებს, ან ჩანს თუ არა საერთოდ, რომელიც ამოავსებს ახლა იმ ძალაუფლების ვაკუუმს, რომელიც შეიძლება შეიქმნას თუ ქართული ოცნება დათმობს. ნუ ცხადია არა, ეს მაღალ ორგანიზებულ ძალას გულისხმობ, რომელსაც აქვს უკვე გაშლილი ვთქვათ რეგიონებში თავისი სამუშაო სამწუხაროდ არა, ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ რასაც ჩვენ ვადევნებთ, ეს არის ოპოზიციური სპექტრის სრული მონოპოლიზაცია ამ ნეოლიბერალური ძალების მიერ. ცხადია არსებობს ბევრი ადამიანი, რომელიც გარკვეულაზეთ ოპოზიციური განწყობები აქვს და სრულიად ემიჯნება, ასე ვთქვათ, აი ამ
მაგალითად ევროკავშირის განდიდება, სრულიად ემიჯნება მაგალითად სახელმწიფო გადატრიალების ცდილობებს, ძველი სისხლიანი რეჟიმის მობრუნებას, არამედ სურს თუნდაც ის ხაზი, რაც ვთქვათ, ოცნებამ აირჩია განსაკუთრებით ბოლო 3-4 წელია ეს კონსერვატიულ-სუვერენისტული ხაზი საგარეო პოლიტიკაში და პლუს ამაც ხადია სოციალურ კეთილდღეობა. ანუ ესეთი ეგრეთ წოდებული შეიძლება ამ ხალხს უწოდოთ კარგი შუაშისტები, რომლებიც ასე ვთქვათ არც არ არიან ვთქვათ აი ესეთი შუაშისტები როგორც ვთქვათ აი მიშა არ მიყვარს მაგრამ სლოგანით მოძრაობენ. ანუ ამ ადამიანებს აქვთ შეიძლება კრიტიკული მიდგომები ოცნების მიმართ, მაგრამ არა საკუთარი ქვეყნის და სუვერენიტეტის მიმართ. სამწუხაროდ ხდება ისე რომ ესეთი ადამიანები მხოლოდ ასე ვთქვათ რაღაც კუნძულების სახით არსებობენ, შეიძლება ვთქვათ ეს ადგილი სადაც ჩვენ ვართ ესეთ პატარა კუნძულად მივიჩნიოთ, მაგრამ არ არის ეს ორგანიზებული სახე არ აქვს სამწუხაროდ, იმიტომ რომ ის ძალა რომელიც მოშორებული იქნა სამწუხაროდ გარედაკვეთის გამომდინარე მისი სრული ჩარეცხვა როგორც მათვე უყვარდა თქმა არ მოხდა, იმიტომ რომ დაკვეთა და გეგმა ამერიკელების ხადია იყო რომ ეს ვთქვათ მოხდარიყო შეცვლა რადგან 2012 წელს და მერე როდესაც ხალხს დაავიწყდებოდა ის და კოჰაბიტაცია თავისას გააკეთებდა მერე უკვე უნდა გაიზარდა უცებ ლეგენდები გონია ის რაც და რაღაც დონემდე ამან იმუშაო თუმცა საბედნიეროდ არა სრულმასშტაბიანად და ჩვენ ვხედავთ აი ამ სიგიჟეს რასაც აკვირდებით რომ აი ეს მაგალითად ევროკავშირი ვახსენეთ ჩვენ და იგივე ეს ევროკავშირში რაც შეიძლება მოგწონდეს ეს სოციალური კეთილდღეობა ისტორიის დიალექტიკურად თუ შევხედავთ სწორედ მათ შორის თქვენ მიერ ციტირებული ასე ვთქვათ პიროვნების დამსახურებაც არის რომ იქ სოციალ-დემოკრატიული რეჟიმები მოხდა იგივე კომუნიზმის გავრცელების საფრთხის ნიადაგით ხო ანუ მარტივად რო ვთქვათ დასავლეთში იყო კაპიტალიზმი და ამ ლიბერალ კაპიტალისტებმა აირჩიეს რომ თვითონ გაძღოლოდნენ იმ სოციალ-დემოკრატიულ ან მოსოციალისტო ესე ვთქვათ მოძრაობებს იმისთვის რომ ეს თქვათ აღმოსავლეთიდან მომავალი ეს დიდი გეოპოლიტიკური ძალა რაც იყო საბჭოთა კავშირი და აღმოსავლეთი ბანაკის ქვეყნები არ წამოსულიყო დასავლეთი და არ შეექმნათ იგივე კოალიციები თუნდაც იგივე ადგილ დასავლეთ ევროპულ კომუნისტურ პარტიებთან და ასე შემდეგ. სწორედ ამით და როდესაც ჩვენ ვხედავთ რომ ესე იგი დღევანდელი NGO ლიბერალები ცდილობენ სოციალური პოლიტიკების თავის თავში ჩაბმა ეს მომენტი არ არის ახალი და ციდან ჩამოვარდნილი ეს სწორედ აი ამ დროიდან მოდის, ანუ დროიდან, როდესაც საბჭოთა კავშირი როგორც რაღაც სოციალისტური ან სოციალ-დემოკრატიული ძალა არსებობდა, ამის საპირწონედ მაშინაც ჩაიბეს ეს სოციალური თემები და არ ახალია, ასე ვთქვათ, ეს მიდგომები, რაც დასაწყისში თქვით, რომ ესე იგი რაღაცნაირად ისინი ცდილობენ აი ამ თანასწორობის თემებზე აპელირებას. თუმცა ბარემ ეს თემა რო ამოვწუროთ და ისტორიიდან უკვე გადმოვინაცვლოთ შემდეგ უკვე თანამედროვეობაში ასეთი რამე, რასაც ეხლა ახსენებთ, რომ დასავლეთმა გადაწყვიტა სოციალ-დემოკრატიის დროშით გაეგრძელებინა საკუთარი კაპიტალისტური არსებობა. ხო, რაც გეთანხმებით. თუმცა ამის ლოგიკა და ალბათ დამეთანხმებით თუ არა და ამაზე ვიმსჯელოთ. ლოგიკა ამ შემთხვევაში გვეუბნება იმას, რომ შიდა დაპირისპირება უნდა აწარმოო ჩაგრულ კლასებში, როდესაც კიდე რომ შენ გაიხანგრძლივო შენი კაპიტალისტური არსებობა, ხო? ამ შემთხვევაში გამოდის ის, რომ შრომელი მუშა-მოსახლეობის ნაწილობრივი დაკმაყოფილებით ის მან შეიტანა მუშების და უმუშევრების, სახლიანების და უსახლკაროების დაპირისპირება სათავის საზოგადოებაში, ხო? და ეხლა იმ კი ზუსტად იმ ნათეს რაც დათესა, როდესაც უკვე საბინაო კრიზისები აქვს. როდესაც გაფიცვაზე მიმდინარეობს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. როდესაც უწევს რომ სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის მიზნით შეამციროს მოსახლეობის ხელფასები, სოციალური გარანტიები და ასე და ანუ ეს დაპირისპირება საბოლოო ჯამში მაინც სადღაც ამოხეთქავს, ხო? რო ყოფილიყო აქ ახლა საბჭოთა კავშირი ისევ ამ შემთხვევაში ამ დაპირისპირების დაძლევა იქნებოდა ბევრად მარტივი მათთვის, იმიტომ რომ ამ ხარდაჭერას ის ჩაგრული სოციალური კლასები ისევ გამოიყენებდნენ საბჭოთა კავშირის არსებობას, როდესაც ისინი დაიწყებდნენ დაპირისპირებას სახელმწიფოს პოლიტიკასთან, ხო? მაგრამ რადგან არ არსებობს სოციალისტური სახელმწიფო, რეალურად ამ კრიზისების გადალახვის პერსპექტივები ეხლა
დასავლეთ ევროპაში ჯერჯერობით არ ჩანს. და მინდა რომ აი ამის მაგალითები მოვიყვანო მაგალითისთვის და მინდა რომ გადავიდე ზუსტად თანამედროვეობაზე. ექსპანსიური პოლიტიკა ეკონომიკური შეერთებული შტატების ითხოვს იმას, რომ მან აითვისოს აღალი რესურსები. იმიტომ რომ მან უნდა უზრუნველყოს დასავლეთ ევროპის ვასალური მდგომარეობა ისევ. ხო, როდემდე უნდა გაკაჩოს ამ შემთხვევაში, რაგოზე რო ვთქვა, საფრანგეთმა, გერმანიამ 5-6 ჯერ მეტი ენერგორესურსები ვიდრე ის იღებდა რუსეთისგან ან აღმოსავლეთისგან. ამიტომ შეერთებულ შტატებს სჭირდება დამატებითი ექსპანსიური პოლიტიკა, რომ მან აითვისოს მაგალითად გრენლანდიის ნავთობი, გრენლანდიის ალმასები, სხვადასხვა მაღალწარმოებისთვის საჭირო ნედლეული. აი მაინტერესებს ახლა პირველ რიგში სწორად აღწერე თუ არა თქვენი გადმოსახედიდან ეს რეალობა, მეთანხმებით თუ არა ერთი ამაში და მეორე ჩემი გადმოსახედიდან ეს არის ძალიან ისეთი მაგალითი, კარგი მაგალითი, რომელსაც ჩვენ წლებია ვამბობდით და ამ წლების განმავლობაში ჩვენაირი აზრი ითვლებოდა გიჟების აზრად. ნუ იმას არ ვამბობ, ჩვენ მარგინალურები ვიყავით და ნენჯეოშნიკები ხო არ ვართ, ნუ ეს თავი შევაცოდოთ, მაგრამ ზოგადად ასე იყო ხოლმე, ხო რომ შეუძლებელი იყო შეერთებულ შტატებს რაიმე საკუთარი მოკავშირეების წინააღმდეგ გაეკეთებინათ. ნუ რა თქმა უნდა, იქ ის გვავიწყდებოდა ყველაფერი, რომ საკუთარ მოკავშირეებს კი არა და მე ანგელა მერკელს უსმენდნენ და ასე შემდეგ ჯაშუშობდნენ ზედ, მაგრამ მაინტერესებს აი თქვენი აღქმა აი ამ რეალობის. ეს არის თუ არა რაღაც ახალი გამოვლენა, რაღაც ახალ ეტაპზე გადავიდა თუ არა სოფლიო გეოპოლიტიკა, როდესაც დონალდ ტრამპი პირდაპირ ამბობს, რომ მან მოქმედოს მონროს დოქტრინა 2 და მონროს დოქტრინა 2-ში შეიყვანა გრენლანდიათან ამათლებს იმით, რომ დასავლეთ ნახევარსფეროა გრენლანდია რეალურად. Ну, ძალიან საინტერესო იყო ეს თქვენი ასე მოსაზრება და გარკვეული აზრით უნდა მივყვეთ ამას, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის არარსებობა გულისხმობს უკვე ასე ვთქვათ დემოტივაციას დასავლური ელიტებისა, რომ რაღაც თავის ასე ვთქვათ დაბალ სოციალურ ფენებს რაღაც დოტაციები მიცენ და უწარმოონ ის სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკა ფენების შესუსტება, ხადია აქედან გამომდინარე და შესაბამისად ეს იწვევს კრიზისის გადალახვის გზად არის ნაპოვნი მემარჯვენე ლიბერალების მოყვანა ხელისუფლებაში, რაც და ვთქვათ აპელირება იმაზე, რომ ვთქვათ მიგრანტების კრიზისი რაც არის, შეიძლება ვთქვათ, ოღონდ საიდან არის ეს გამოწვეული, ხო? რეალურად იმ სოციალურ სისტემიდან გამომდინარე, როდესაც შენი ადგილობრივი მუშახელი არ თანხმდება იმ დაბალ კვალიფიციურ სამუშაოზე, რომელიც შენ გაქვს, შემოდის მიგრანტი თავისი კულტურული კოდით, ყველა ჩვენსავით ვთქვათ ქრისტიანული წარსულის ევროპასთან არ არის ადაპტაციური, როგორც ვთქვათ ქართველი მიგრანტები, შემოდიან სხვები და იქ ხდება არეულობა და აპელირება ხდება მხოლოდ ზედაპირზე, რომ აი მიგრანტები არიან დამნაშავე. რეალურად თუ დიდ ისტორიულ მონაკვეთში დავინახავთ რა ხდებოდა, ხო? ევროპა გამდიდდა ისტორიულად ძარცვით, სხვადასხვა კონტინენტებით, ამ ესე იგი ამოღებით იმ ექსტრაქციით ამ მინერალების და სხვადასხვა სიკეთეებისაც იყო გაფანტული მსოფლიოში, შეიქმნა სოციალური ასე ვთქვათ ქონი, ესე რომ დავარქვათ, რომელიც თხელდება თანდათანობით გამომდინარე იქიდან, რომ აქედან აღმოსავლეთი ძლიერდება ჩინეთის სახით, რუსეთმა გამოიღვიძა ვთქვათ ამ ლიბერალური ძილბურანიდან, რომელშიც ის გახვიეს 90-იანებში იქნება ბრიქსი, იქნება მაგალითად ეს ეგრეთ წოდებული გლობალური სამხრეთი. მე არ ვიტყვი რომ ეხა ეს ცალსახა ალტერნატივაა, თუმცა ცალსახა ის არის რომ კონკურენტი არის ხო ამ დასავლური სოციალური ცხიმის შეთხელებაში და ამ ცხიმის შეთხელებას რო ხედავს მე გულისხმობ დასავლეთ ევროპას ამაში თავის წვლილი შეაქვს ამერიკას რომელიც ესე ძალიან ცინიკურად ეუბნება რომ აი მე თქვენზე ამდენს ხარჯავ თქვენზე თავდაცვაზე ამდენს ხარჯავ იგივე ტრამპი მაგალითად კანადას ეუბნება რომ ჩვენ დეფიციტი გვაქვს თქვენთან და მაგიტო გახდებით ჩვენი გუბერნია თუმცა სინამდვილეში ცხადია ამ გეოპოლიტიკური მიზნები აქვს ამაზე თუ გნებოთ მე ვისაუბროთ ანუ ამერიკა სინამდვილეში დოლარიდან გამომდინარე ერთგვარი გლობალური მინოტავრი იყო რომელიც ყველაფერს იწოვდა და თქვათ ბევრს მოიხმარდა და სანაცვლოდ ახლა ხდება მათ მხრივ დაყვედრება რაღაცაზე შეიძლება მართლები არიან იმიტომ რომ დასავლეთ ევროპა კონსუმერიზმში გადაეშვა და ესე იგი თავდასხმის უნარიანობა და ეს რაღაცა სუვერენისტული ხედვები ევროპა ძალიან შესუსტებულია ხა რომ გადახედოთ იმ ლიდერებს ვინც არიან და იგივე შევადაროთ თქვა 60-იან წლების ლიდერებს აი იგივე დეგოლი და თქვა მაკრონი ალბათ ცადა დედამიწაა ხო განსხვავება ხა რომ დეგოლთან რამდენი პრეტენზია თუ სიმპათია არ უნდა გქონდეს ხო
შესაბამისად ლოგიკური ხდება რომ შიდა დასავლეთის შიგნით ხდება ესეთი ველური კაპიტალიზმის ნიშნების გაძლიერება შიდა მე გულისხმობ აი შიდა აი ნატო ევროკავშირი და აი ამ ბანაკს ხო სადაც ლიდერი ამერიკა არის ხო სადაც ამერიკა ამბობს რომ რაღაცეები მას უნდა იმიტომ რომ ხდება ის რომ უნდა გადაეწყოს იმ გეოპოლიტიკურ სამყაროში სადაც ის აღარ იქნება ესეთი უნიპოლარული ერთპოლუსიანი მოთამაშე ხო რაც ამ მცირე ხანი იყო რეალურად მაგრამ მაინც შესაბამისად ეს გრენლანდიაზე საუბარი ხო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია ხდება კლიმატის ცვლილება არქტიკის ასე ვთქვათ არქიპელაგის შორის რო კუნძულებში მთელად რიგ ადგილებში ლღვება ყინული აქედან გამომდინარე ესე იგი წყნარი ოკეანიდან ატლანტიკის ოკეანეზე გასასვლელი მოკლდება ანუ ეს არ გალღვება ვთქვათ ხვალ მაგრამ რამდენიმე ათწლეულში ამისკენ მიდის ტენდენცია ხო იგივე NASA-ს მონაცემებით 1979 წლიდან 40%-ით არის დაკლებული ეს საზღვაო ყინული ამ რეგიონში და 13%-ით იკლებს. შესაბამისად ის რო ესე პანამის არხი ალტერნატიული გზა გაჩნდეს ეს ამერიკისთვის მნიშვნელოვანია რატომ კანადას ხო კანადას აქვს მაგალითად ეს Northwest Passage ან ქართულად ვთქვა ჩრდილო-დასავლეთის გასასვლელი რომელიც ჯერ არ არის აქტიური და რომელიც ამ ყინულის ლღვობას ელოდება კანადელი პოლიტიკოსები ხშირად კანადურ ჩრდილო-დასავლეთის გასასვლელს უწოდებენ სურდათ რა ანუ მიანიშნებდნენ რა რომ ეს იმიტომ რომ ესაზღვრება ხო ეს არქიპელაგი ამაზე ეს არის რეალურად რატომაც ტრამპი ამბობს რომ მას ვთქვათ ეს გუბერნატორია ეს ტრიუდო და კანადის ოკუპაციას ბჭყალებში აპირებს ხო სინამდვილეში მას აქვს თვალი აი სწორედ იმ ადგილებზე და ის ამერიკასა და კანადას შორის იყო დავა რომ აი ეს ადგილი მაგალითად ხო ეს ადგილი უნდა იყოს არა კანადის დაფარვის ზონა ასე ვთქვათ ხო არამედ საერთაშორისო ხო მას ასევე აწუხებს რუსეთის და ჩინეთის აქტიურობა არქტიკის სფეროში ხო ჩინეთთან გაგახსენებთ რომ 2018 წელს თავის თავს Near Arctic State ანუ თითქმის არქტიკული ქვეყანა უწოდა და ჩართულია რუსეთის აი ამ იმ არქტიკის ათვისებაში მაგალითად პორტშენებლობის კუთხით და ასე შემდეგ ანუ მთელი ეს მოძრაობები მიმდინარეობს და შესაბამისად ამერიკის შეერთებულ შტატებს ეხლა იქ დასავლეთ ევროპა ნაკლებად და მით უმეტეს აღმოსავლეთ ევროპა შეიძლება ნაკლებად ანაღვრევდეს ხდება ერთგვარი ჩანს ყოველ შემთხვევაში ასე სტრატეგიული უკანდახევა ამ თავის ტრადიციულ გეოპოლიტიკურ ზონაში სადაც ის ყოველთვის იყო მოწინავე ეს არის ჩრდილოატლანტიკური ზონა და აი ეს გრენლანდიაზე და პანამაზე და ასე ვთქვათ კანადის მიმართ ტრამპის მოწოდებები ახალ გეოპოლიტიკურ ხედვას მიუთითებს რაც ამერიკამ ასე ვთქვათ ჩამოწერა ვთქვათ ბაიდენზე ძველი რაღაც LGBT სიგიჟეები იმიტომ რომ ხლა რაღაც აქ რომ გეოპოლიტიკურ გადაწყობა ხდება და პრეზიდენტი გამოდის რა ტრანსები ჩვენი სული არისო, ნუ ეხა ის ხო ხდებიან იქ ამერიკაში ხო არის მართლა ის გონივრული ფენა რომელიც აგეგმარებს ამას და გეოპოლიტიკურ თავის წონაზე მუშაობს და ეხა ხდება რომ მთელი სამყარო დასაცინია ხო რომ და ეს მის რეპუტაციული დარტყმა ეხა რაოდენაც არ უნდა ვთქვათ რომ რეპუტაციაზე არ ზუნავს ის რეპუტაცია მე შეიძლება გეოპოლიტიკურ არჩევანში გადაითარგმნოს სხვადასხვა ქვეყნების. ერთი სიტყვით აი ესეთი ამბებია საყოელიაში როგორც ამბობენ ხოლმე და ძალიან რთული მომენტია მე ესე ეხლა ეს გეოპოლიტიკურ ანალიზს ალბათ უნდა დავამატოთ ერთგვარი სევდანარევი ანალიზით რომ აი ეს ყველაფერი მაინც ხდება ესე იგი ეკონომიკის დის ეგიდით და რამდენი ხანი ეყოფა და რამდენად არის ეს სწორი გზა რასაც ესე იგი კაპიტალიზმის გზაზე დამდგარი სოფლიო საზოგადოება აწვება ეს არის ძალიან რთული იმიტომ რომ იგივე ეხლა ეს გზების გაყვანა ხო ანუ ირონია რა არის ხო ანუ კლიმატის ცვლილებამ გაალღო ეს არქტიკული არეალები და რისთვის იყენებენ ანუ იმაზე კი არ ხდება დაფიქრება რომ აი თქვათ შევცვალოთ და რაღაც სხვანაირად ვიმოქმედოთ თქვათ ჭარბი წარმოება შეიძლება არ გვინდოდეს და რაღაც ან პირიქით ვა ლღვება ყინული და მოდი ეხლა იქ იმავე ყინული სადაც რის გამოც გააღვა მოდი ეხლა იქ თქვათ იგივე ნავთობი და გაზის ასე თქვათ დიდი გემები გავატაროთ ხო მზიდები გავატაროთ ანუ ეს მთელი რაღაცნაირად ძალიან დიალექტიკური ესეთი გადახლართულობებია რაც ამ პროცესს ახასიათებს აი ძალიან საინტერესო რამეს შევეხეთ ხა კაპიტალიზმის კრიტიკა იყო ამ შემთხვევაში და ნამდვილად რო ვნახოთ ეს კალიფორნიის ხანძრებიც ხო რა თქმა უნდა არავინ არ ამბობს იმას რომ სტიქიები არ იარსებებს სოციალიზმის პირობებში მაგრამ
კაპიტალიზმის მთავარი მახასიათებელი არის მოგების ნახვა. ანუ ამ შემთხვევაში ის სტიქიას უყურებს არა როგორც ტრაგედიას, როგორც ასე, არამედ როგორც შესაძლებლობას, რომ მაგალითად სადაზღვევო კორპორაციებმა დოტაცია აიღონ სახელმწიფოდან და ისევ ახლიდან აუშვეს. მერე ვიღაცამ ტენდერი მოიგოს სახლების აშენებაზე, რომელიც დაიწვება. ან ვიღაცამ ტენდერი მოიგოს არქტიკაში რო გავღვება ყინული, თეთრი დათვების მოშენებაზე თუ რაღაც კიდე დაარქვა, ხო? ანუ სოციალიზმი ამ შემთხვევაში პრევენციულია, მაგრამ რა თქმა უნდა არ ვამბობთ რომ არ იქნება სტიქიები რომ იქნება, მაგრამ ამის მაგალითად საქართველოსთან შეგვიძლია ავიღოთ მაგალითად სეტყვის დამშლელი იარაღი გქონდა ჩვენ. ხო, იმიტომ რომ პრევენციულ იმაზე კი არ ვიყავით დამოკიდებული რომ მოდი ახლა დაგვე სეტყოს. მე სადაზღვევო ფული გადაგვიხადოს, ჩვენ ვიხეირებთ, სადაზღვევო სახელმწიფოსგან მიიღებს თანხებს. სახელმწიფო გაღარიბდება, კი ბატონო, მაგრამ ნუ თავარია ფული დავწევა. ან მაგალითად სიმსივნის გამოწვევი, ასე ვთქვათ, რაღაცები იყიდებოდა სუპერმარკეტებში, რომ მე სიმსივნეს უმკურნალოდ მაღალ, ასე ვთქვათ, შესაბამის წამლები ძვირად გავყიდო. ამიტომ ეს ძალიან კარგი ჩანართი იყო. თუმცა მინდა რომ აი დაუბრუნდეთ ესეთი რამე ვახსენეთ ჩვენ, რომ ფაქტიურად ცდილობს, ერთი ხელით ცდილობს, ოღონდ რა, ესე გამოდის შეერთებული შტატები, რომ მოიმაგროს თავისი პოზიციები დასავლეთ ნახევარსფეროში, პანამა, გრენლანდია, კანადა, ეს ყველაფერი, მაგრამ მეორე მხრივ ის ცდილობს, მოდი პირდაპირ დავარქვათ, ის რეალურად ვერაფერს ვერ მიიღებს სათავისოდ უკრაინის ომიდან ამ შემთხვევაში, ხო, რამდენი მიწაც არ უნდა იყიდოს BlackRock-მა უკრაინაში, ხო? თუ რუსეთის ხელში იქნება ეს მიწები, მაშინ რუსეთთან უნდა დაჯდეს BlackRock-ი, მოსალაპარაკებთ, არ ვიცი ხა მაგას რამდენად იზავს, შეიძლება ქნას კიდეც, მაინც იქაც ოლიგარქიული კაპიტალიზმია, ხო? მაგრამ რეალურად რა შეგვიძლია ვთქვათ, ის ყველა მხარე ცდილობს მოგება ნახოს, თუ უბრალოდ თავის პოზიციებს მოიმაგრებს ნახევარსფეროში და ყველანაირად ეცდება სიტუაცია იქამდე არიოს, სადამდეც გაუვა და დანარჩენ ქვეყნებში. ნუ, ჩემი აზრით ეს დამოკიდებული იქნება ალბათ იმ ახლებურ დიპლომატიაზე, რასაც ტრამპი ალბათ წამოსწევს წინა პლანზე. თორე რომ მაგალითად ახლა პუტინი მაგალითად რომ მივადა შენ რაღაცა რომ გრენლანდიას უყიდულობ თქვათ, მე რა ჩემი ისკონიეს ზემლი როგორც ის უწოდებს, ხო, რომ ეს უკრაინა, აღმოსავლეთ უკრაინას, მისი ნარატივს გვამბობ მე ახლა, რამდენად ესეა ეს ყველა შეგვიძლია დავაკვირდეთ. რომ აი მაგალითად აღმოსავლეთ უკრაინაში თითქმის ყველა ქალაქი არის აშენებული ჩემი მეფეების მიერ. და რატო არ შეიძლება ეს მიწები ჩემი იყოს, თუ შენ კითხვის ნიშნის ქვეშ სვამ დანიას რამდენად ეკუთვნის გრენლანდია, თუ შენ მიწის ყიდვას აპირებ. და ანუ ესეთი ტიპის შეიძლება არა ზუსტად ამ ტექსტით, მაგრამ რაღაცა ეს ვაიბები აუცილებლად იქნება ჩემი აზრით მოლაპარაკებებზე, რომლებიც აუცილებლად შედგება და ნუ ტრამპი ყოველ შემთხვევაში ამ ჩინეთზე აქცენტირების გადატანა ახლა ეს ყველამ ვიცით რომ ეს არის მისი რაღაც სტრატეგია, თუმცა კიდე ყოველთვის ვამბობ და ეხლაც გავიმეორებ რომ ჩინეთი და რუსეთი იმდენ პროექტში არის გადაბმული ერთმანეთზე, იგივე ახლა არქტიკის ესე იგი აბრეშუმის გზა რაც ჩინეთს აქვს და აი იგივე სპორტებში დახმარება და ნუ ეს გეოპოლიტიკური ორი ძალა ერთმანეთს გადააწმა, ხო, რაც თქვათ იგივე 70-90-იან წლებში პირიქით ხდებოდა, ხო, ეს საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს შორის მთელი რიგი გაურკვევლობების დაიწყო 50-იანების ბოლოდან სტალინის დროიდან, შემდეგ უკვე ხრუშჩოვის დროიდან და მერე რაც ამერიკამ სათავისოდ გამოიყენა და როგორც აღმოჩნდა ჩინეთმა უფრო სათავისოდ გამოიყენა ამ დენ სიაოპინის რეფორმებით, სადაც მან თავისუფალი ბაზრის რაღაც მომენტები დაუშვა, თუმცა მკაცრი ავტორიტარული ხელით, ხო? ანუ ესეთი რაღაცეები ხდება და ჩემი აზრით რაღაც ანუ მე ესე ვიტყვი რომ ანუ ამერიკა ტრამპის ხელში იქნება უფრო დამთმობი რაღაც რეგიონ, ანუ ევროპის ან რუსეთის სიახლოვეს ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში ის არ ეცდება იმ ცეცხლოვანი რყალის ასე ვთქვათ დანთებას, იმიტომ რომ არ გამოდის, ხო, ეს რეალურად, ხო, უკრაინაში გამოვიდა, მაგრამ ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში არ გამოვიდა, იმიტომ რომ ვიღაცებმა ჭკუავი ისწავლეს, მათ შორის ჩვენ ქართველებმა, რომ არ გვინდა რომ ამ ორის საჯილდაოქვა გავხდეთ, გვინდა მშვიდობა და ეს დიდი, ასე ვთქვათ, რუსეთი რო ყავს, არ გვინდა მას უაზრო ომი, თორე ასე ვთქვათ, ჩვენ ომი არ გვეშლება და არც თავდადება ხო ქართველებს რა და ერთი სიტყვით ამერიკა ჩემი აზრით აი ეს რაღაცნაირი სტრატეგიული უკანდახევა შეიძლება დავარქოთ, უფრო ვიტყოდი რომ მრავალპოლუსიან სამყაროსთან ადაპტაცია არის ეს ტრამპის ნარატივი რა კიდევ ერთხელ.
ამ შემთხვევაში ერთი კითხვა იბადება. აქამდე შეერთებულ შტატებს ჰქონდა სრული ჰეგემონია და სულ არ სჭირდებოდა, რომ ის მას თავისი კონსტიტუციური გავლენების ქვეშ, ანუ თავის სახელმწიფოს შემადგენლობაში ქონოდა სხვადასხვა მიწები, ხო? მას ყავდა დიდი კორპორაციები, როგორც BlackRock ან Vanguard ან ასე შემდეგ, რომელიც ამ ყველაფერს მისთვის აკეთებდნენ. ანუ რატომ გახდა ეხლა, ანუ რატო აყენებს ნეოლიბერალურ დღის წესრიგს იმას, რომ კერძო საკუთრება ყველაფერია და არ აქვს მნიშვნელობა ვისი დროშა ფრიალებს ზედ. ტრამპის პოლიტიკა რატომ აყენებს თქვენი გადმოსახედიდან აი ამ პარადიგმას ეჭქვეშ, ანუ რატომ სჭირდება გრენლანდიაში რომ ფრიალებს შეერთებული შტატების დროშა და არა უბრალოდ მოდი გრენლანდიაში რაც კი კარგი არსებობს, აგერ ამერიკული კორპორაციები, ხა დანიურ კორპორაციებზე დიდრები მაინც არიან და თავისუფალი ბაზრის პრინციპით თავისუფლად შეუძლიათ აითვისონ. ანუ რატო გახდა საჭირო აი ამ ყველაფრის ესე ეჭქვეშ დაყენება ერთიანად, რომ აი ჩემი უნდა იყოს და არა უბრალოდ ნუ მე მოდი მაინც ესე ვიტყოდი რომ ერთი არის ასამოს ტრამპი და მეორეა რა აქვს მიზნად ხო ეს ვაჭრობაში ზოგადად და მით უმეტეს შეიძლება იქით მოედავა და აქეთ კორპორაციებით შევიდეს ხო აი რაღაც ესეთი თქვა მინდა ნახეთ ანუ ვაჭრობაში და მით უმეტეს ეს დიდ ვაჭრობაში არის რომ აი თამასა უნდა აწიო ძალიან მაღლა რომ სასურველი მიიღო ხო თქვა ესე და მით უმეტეს ტრამპი რომელსაც ახასიათებს ეს გარეგანის ესე ძალიან თავისებური რიტორიკა ანუ ეს გულისხმობს შემდეგს რომ შეიძლება ხა ვერაფერს გამოვრიცხავ შეიძლება რომ იყო თქვათ დანიისგან და გრენლანდიისგანაც პასუხი რომ თქვათ მათ გრენლანდიას უფრო დამოუკიდებლობა უნდა და მე ამ დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა შეიძლება გამოიყენოს ტრამპმა იმისთვის რომ იქ სათავისო ლოგიკები განარსოს თუმცა ერთი რაღაც თქვათ გრენლანდიაზე რომ ეს არ არის სრულად თავისუფალი ამერიკის გავლენის და საერთოდ იგივე ტრამპის დროს საელჩოც კი გაიხსნა პომპეომ ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა გახსნა გავიხსენოთ ისიც რომ ტრუმენის დრო ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 100 მილიონი დოლარით ოქროთი ყიდვას აპირებდა ეს გავიხსენოთ ასე რომ 2019 წელს ტრამპა ეს იდეა ერთხელ გააჟღერა ასე რომ ეს შეიძლება ახლა ჟღერს გავარდნილი მეხივით მაგრამ არ არის ახალი სინამდვილეში ისიც არ უნდა დავივიწყოთ რომ ამერიკას ჩრდილო-დასავლეთ გრენლანდიაში აქვს ბაზა რომელიც ასე ვთქვათ ადრეული სასიგნალო ბაზაა ვთქვათ ბალისტიკური პოტენციური ომის შემთხვევაში ანუ სიგნალის მიცემი რომ ვთქვათ იქიდან ანუ რუსეთიდან თუ წამოვიდა რამე ატომური საფრთხე ხო ამ შესაბამისად კონტროლი რაღაც დონეზე არის უბრალოდ არის მთელი რიგი მომენტები რაც გადასალახი რჩება მაგალითად 2021 წელს გრენლანდიის ასე ვთქვათ ავტონომიური მთავრობა თუ შეიძლება უწოდოთ აგრძალა ესე იგი ურანის მომპოვებლური საქმიანობა რაც გულისხმობს პარალელურად რომ ეს იშვიათი მეტალები ხო იგივე ნეოდიმიუმი რომელიც მნიშვნელოვანია იგივე მრეწველობაში იგივე ასე ვთქვათ ამ ელექტრომობილებში ილონ მასკი გავიხსენოთ ტრამპის მხარდამჭერი აი ამ ყველაფრისთვის ეს ასე ვთქვათ ამ ურანთან ხშირად ხვდება ხოლმე ერთად ყოველ შემთხვევაში ასე იწერება ამის შესახებ და შესაბამისად რაღაცა ტიპის წვდომები მას ჭირდება. გავიხსენოთ ასევე ისიც, რომ აეროპორტის მშენებლობაში, რომელიც რამდენიმე წლის წინ ხდებოდა, ჩინური კომპანია იყო ჩართული, რაზეც წითელი აანთო ამერიკამ და მე დანიას მოუწია ჩართვა ამ კომპანიის აშენებაში. ანუ ერთი სიტყვით ამერიკას ძალიან ესე თათი უდევს ამ კუნძულზე და ტრამპის ის თქმა რომ მე ამის ყიდვა მინდა არის უბრალოდ იმ ყველაფრის ამ ეს ისტორია რაც მე ვთქვი ხო აი ამ ყველაფრის რაღაცნაირად ერთ სურვილში და ლოზუნგში გადათარგმნა ხო ანუ სხვადასხვა ვერსია შეიძლება იყოს გრენლანდიის დამოუკიდებლობა სადაც ამერიკასთან უფრო ახლო ანუ ამერიკელები უფრო აქტიურად იმოქმედებენ იმ რეგიონში დაბლოკავენ თქვა იგივე ამ ჩრდილოეთის გზა სადაც რუსეთი ასე ვთქვათ რუსეთი და ჩინეთი აქტორობენ ამ ჩრდილო-დასავლეთის გასასვლელს რაზეც ვახსენეთ ხო ანუ ესე იგი წყნარი ოკეანიდან ატლანტის ოკეანეში არქტიკის არქიპელაგის სახით ამაზე წვდომასაც ხელში ჩაიგდებენ თორე ახლა ბაზა აქვს და მეტი რა უნდათ მაგრამ ანუ იგულისხმებ ანუ ის გრენლანდიას ვიყიდი შეიძლება ვთარგმნოთ ასე რომ რუსებო და ჩინელებო მე აქ ვაპირებ ფეხის გაგმას უფრო და არქტიკისთვის ბრძოლაში მე ჩართული ვარ რაღაც ის ნათქვამი ხო შეიძლება არადიპლომატიური ესე რომ გადმოვთარგმნოთ არის ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში ესე უნდა წავიკითხოთ ეს ყველაფერი კი ბატონო და მინდა კიდე ერთ ესეთ საკითხს შევეხოთ სხვა თემაა მაგრამ მაინც თითქმის ყველაფერს ეხმიანება რასაც ჩვენ ვაკეთებთ და ვცდილობთ რომ ვაკეთოთ ხოლმე ეს არის
მარკ ცუკერბერგის ბოლო ვიდეო განცხადება და ძალიან საინტერესო იყო, რომელიც თვითონვე ამბობდა, რომ ესეთ რამეს ჩვენ არ ვაკეთებთ და ბოლო განცხადებაში ამბობს, რომ კი ამას ვაკეთებდით და აღარ ვიზავთ და გულისხმობ იმას, რომ რეალურად მიდიოდა პოლიტიკური ცენზის დაწესება კონკრეტულ მიმართულებებზე ფიქრის. ხო, ამ შემთხვევაში ერთის მხრივ ამას ერქვა კონსერვატორული აზრი, იმას პოლიტიკურად კონსერვატორული შეიძლება ყოფილიყო მცდარი თუ მტყუარი მართალი არა აქვს მაგას მნიშვნელობა, ანუ პირდაპირ კონსერვატორული აზრის ცენზურა მიდიოდა, მაგრამ ამ ყველაფერმა ძალიან იჩინა თავი კოვიდის დროს. კოვიდის დროს ფაქტობრივად სიმართლის სამინისტროთ ჩამოყალიბდა ეს WHO, რომელსაც მხარს უჭერდა Facebook და გეხსოვებათ მაყურებელმაც რო გაიხსენოს, აი სიტყვაზე თუ რაიმე ინფორმაციაზე არ ედო WHO-ს შტამპი, ამას ის არ უნდა განხილულიყო როგორც რეალური ინფორმაცია. ხო? ანუ როგორ ფიქრობ ამბობენ რომ ეხლა ტრამპთან უნდა ტრამპის კეთილგანწყობა უნდა ზუკერბერგს და მაგიტო გააკეთა. რაც მე ეჭვი შემაქვს, იმიტომ რომ 2016-დან 2020-მდე მოუნდებოდა, ხო, კეთილგანწყობა, მაგრამ ვერ მოიპოვა. 2021-ში საერთოდ პირდაპირ ტრამპის პროფილიც კი დაბლოკა. ყოფილი პრეზიდენტის, ხო? აი თქვენ რას აბრალებთ? ანუ რა იცვლება რეალურად, ან რა შეიცვალა ისე, რომ Facebook-მა გადაწყვიტა აი ეს გადაწყვიტა რომ ახელი აეღო იმ მავნე პრაქტიკაზე, რასაც ფაქტ ჩეკინგი ქვია და ნუ მით უმეტეს საქართველოშიც გვახსოვს როგორ მუშაობდა ფაქტ ჩეკინგი. ნუ აქ შეგვიძლია ვთქვა მე მესმის რასაც ამბობ თქვენ, მაგრამ ესე იგი პირველი ასე ტრამპის პირველი ვადა იყო შეიძლება ერთხელ კვილის მოსინჯვა, ან მაშინ არ იყო ის ისეთი ძლიერი და ასევე არ იყო ის ტალღა ძლიერი, რომელსაც ის უხეშად თქო მოაჯდა. როგორც ეხლაა, ხო? ანუ არ იყო ის განაწყენების ხარისხი, ინფორმირებულობის ის ხარისხი, რომ მაგალითად ზუკერბერგს მონდომებოდა, რომ თქვა პირველი ვადისასაც ესეთი თქვა რაღაცნაირი ტრამპისტული პოზიციონირება აერჩია, ხო? ზუკერბერგის ეს ცენზი გაირღვა და ეხლა უბრალოდ აზრი არა აქვს მის ხონას მაგას. ან მე ესე ვიტყოდი, რომ ეხლა შეიძლება ტრამპი აქვს იმისი უფრო მეტი დაშვება, ან უფრო მეტი განლაგება, ეგრეთ წოდებული რასკლადი, რომ მან მეტი რაღაც შეცვალოს. ანუ მისი ბერკეტები ეხლა შეიძლება ვიფიქროთ, იგივე მასკი, სხვა, ხო? არის უფრო ძლიერი, რაც ვთქვათ, იგივე ზუკერბერგისნაირ ადამიანს, ვთქვათ, უფრო მეტად განაწყობს, რომ ახლა სიმართლის თქმა მოუნდეს ამ ბოროტ ბაიდენის ადმინისტრაციაზე, რომელიც როგორ აცენზურებდა თურმე ხალხს, რასაც ჩვენ ჩვენს ტყავზე უგზნობთ რამდენიმე წელია, ხო? ანუ შესაბამისად, ანუ ეს მგონია, რომ ანუ ეხლა უფრო სერიოზულად არის რაღაცეები შეცვლის ნება ტრამპის მეორე ვადაში უფრო მაღალია ვიდრე ეს იყო ჩემი აზრით პირველ ვადაში, გამომდინარე იქიდან, რომ მაშინ ეს იყო რაღაც მართლაც აზემეხის გავარდნასავით მისი პრეზიდენტობა და ალბათ დაბრკოლებებიც მაშინ არ იყო სათანადოდ მზად, რომ მას ეს დაბრკოლებები გადაელახა. შეიძლება ვთქვათ, რომ ეხლა უფრო მეტად არის გამომდინარე ინფორმირებულობისგან, მსოფლიო კონტექსტის ცვლილებისგან, იმისგან, რომ ვთქვათ, მას ელიანო მშვიდობას მოიტანს იგივე უკრაინაში, მისი ნარატივის გავიხსენოთ, რომ ომი მის დროს არ ყოფილა და ასე შემდეგ. ანუ მეორედ გაპრეზიდენტებისას ის იყო ბევრად უფრო დაბრენდილი, ბევრად მეტი თვალი იყო მიმართული, ბევრად მხარდამჭერი გამოუჩნდა იგივე დანა ვაიტი, რომელიც როგორც ეწერა Facebook-ის ბორდში შეიყვანეს. დანა ვაიტი არის UFC-ის საბრძოლო ხელოვნებების ბოსი, ასე ვთქვათ, რომელიც ტრამპის გულმხურვალე პოპულარიზატორია და ეს შეიყვანეს Facebook-ის ბორდში. ერთი ინფორმაცია მაქვს წაკითხული, ამიტომ როგორც ვიცი ასეა ამ დათქმით ვამბობ. შესაბამისად ესეთი ამბები ხდება, ანუ ანუ ის ფაქტი, რომ ამერიკას უნდა რაღაც ერთი ლოგიკიდან მეორე ლოგიკაზე გადასვლა, ეხლა უფრო ძლიერად ჩანს და ამიტომ შეიძლება უფრო მეტად კონდეს ტრამპს ფრთები გაშლილი რა. ეს რა მაინტერესებს, ხა რა თქმა უნდა, სანამ ეს ყველაფერი ეს პროცესები არ ჩაეშვება, იქამდე ვერ გავიგებთ, მაგრამ მაინტერესებს პირველ რიგში თქვენი პროგნოზი ამ შემთხვევაში რეალურად რა შეიცვლება, ანუ რეალურად როგორ შეიცვლება ფაქტ ჩეკინგის ამოღების შემდეგ, ან შესუსტების შემდეგ, როგორ შეიცვლება ნარატივები სოფლიოში, ეს ერთი.
და მეორე, ანუ აქამდე დაცენზურებულ საზოგადოებას, რომელიც საკმაოდ დიდი ნაწილია, ხო, თუ ტრამპის მხარდამჭერების რაოდენობას შევხედავთ მარტო შეერთებული შტატებით, ხო, მინიმუმ ნახევარი ცოტა მეტი შეერთებული შტატებია, ვინც იზიარებდა იმ დაცენზურებულ ნარატივებს, რომელსაც ტრამპი ამბობდა და Facebook-ი უცენზურებდა. ანუ ეხლა რო ეს აღარ იქნება, ხო, ანუ ატომიზაცია რო აღარ იქნება ამ ხალხის, იმიტომ რომ რახან გიცენზურდება ნარატივი, გონია რომ მარტო ხარ, სანამ შენ ნაირებს ესე პირდაპირ არ ნახავ, ხო? გამოიწვევს თუ არა დიალექტიკურად პოლარიზაციის უფრო გაღრმავებას, როდესაც ძალას იგრძნობს უკვე მეორე მხარე, რომ თურმე ისინიც ამდენად ბევრნი არიან. ნუ ამერიკაში მე მგონია რომ ეგ შეიძლება არა პოლარიზაცია შეიძლება იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანებს საკუთარ სიმართლეში უფრო მეტად დაარწმუნებს, რომ მაგალითად კოვიდის შემთხვევაში რაღაც როდესაც შენ რაღაცის თქმის საშუალებას არ გაძლევენ, ალბათ მართალი ხარ, ალბათ ხო, შეიძლება არ ხარ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის თვითრწმენა რომ შენ შეიძლება მართალი იყო გაეზდებათ ამ ადამიანებს. რაც შეეხება ეს თავიდან როგორც ითქვა ამერიკაში არის ეს, თუმცა აქაურზეც უნდა ვთქვათ, მე იმის მიუხედავად რომ იყო და გრძელდება ეგრეთ წოდებული ფაქტ-ჩეკინგი, დაბლოკვა და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი საქართველოში მაინც მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ადამიანს თუდად შეეხო ჩვენს და ჩვენს მეგობრებს, მათ შორის ეს მაინც ჩვენ უარესების აგვიტანია და ეს პირიქით ჩვენს კონსოლიდაციას უფრო ხელს უწყობდა, ხო, ეხლა პირობითად რომ უბლოკავ ადამიანს გვერდს და მე ის თავიდან აკეთებ, ანუ რაღაცნაირად თავისუფალი სიტყვა მაინც განირჩო, იგივე იმის გამო რომ თქვა არსებობს ალტერნატიული წყაროები, ტელეგრამი, WhatsApp-ი, რომელიც ისევ მეტას მფლობელობაშია, მაგრამ მაინც ხო, რაღაც სხვა ჩვენ როგორც ხა ცივილიზაციათა გზაგასაყარზე მყოფი კულტურა, მხოლოდ ერთ Facebook-ის იმედად ვერ ვიქნებოდით, ლოგიკურია, ხო, იგივე ეს X-ი, რომელიც იგივე ცივილიზაციიდან შემოვიდა, მაგრამ ალტერნატიული ხაზით. ანუ ჩვენ შევძელით ის მოსახლეობას გულისხმობდა ადამიანს, ვინ ჩართულია ანალიტიკურ საქმიანობაში, რომ სხვადასხვა პერსპექტივები შემოგვეშვა, რომ თქვა ეს რას ამბობს, ის რას ამბობს და ანუ ვაკუუმი იმის თქმა მინდა მოკლედ რომ შევაჯამოთ, ვაკუუმი არ გამოუწვევია, თქვა ამ თუ ბუზიაშვილის თუ ამ კინწურაშვილის ქმედებს, რომელიც ცხადია ახსაკვეთია და მედია რომ აღიკვეთება, უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ უარესი ცენზურებიც ვახსოვს იგივე მიშას დროს, იგივე სხვა დროს და სხვა დროს, ხო, ანუ შესაბამისად ეს იყო გამაერთიანებელი და გამომაფხიზლებელი, იმიტომ რომ შენ როდესაც არ გაცენზურებენ და რაღაცებს ამბობ, შეიძლება იქ მოდუნდე რაღაც თქვა რომ ხო, კაი, მაგრამ რაღაცა ანუ და შენი ნათქვამის მნიშვნელობა ვერ დააფასო, მაგრამ როცა შენ გბლოკავენ, ამ დროს შენ ფიქრობ რომ ვა, ეთყობა რაღაც ისეც ვამბობ, რომელიც მნიშვნელოვანია და ვიღაცას არ მოწონს. შესაბამისად, აი ეს უშუალო შემხებლობა და ესე იგი პირდაპირი ჩარევა რაღაც კონსოლიდაციას ცხადია ზდიდა კონსერვატიულ მოსახლეობაში. კიდე ერთი ძალიან საინტერესო თემა არის ცენზურასთან დაკავშირებით, ანუ ერთია რომ ფაქტ-ჩეკინგი და ცენზურა სუსტდება სოციალურ ქსელებში, მაგრამ ჩვენ ასევე გვახსოვს და ამ შემთხვევაში ვეხები ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს, ოღონდ ამას ყველაფერს გადათარგმნილს შეერთებული შტატების სტუდენტებზე. ანუ ტრამპი პირდაპირ ემხრობოდა ყოველგვარი პროპალესტინური გამონათქვამის და პროპალესტინური, ასე ვთქვათ, აქციის აკრძალვას, ანუ კანონის დონეზე პოლიციური რეჟიმით აკრძალვას, ანუ მხოლოდ სოციალურ ქსელს შეეხება რეალურად ასეთი ცენზურა, თუ შეეხება რეალობასაც თქვენი გადმოსახედიდან, თუ აი ამ ნარატივების მიღმა დგას მაინც ისრაელ-პალესტინა და ეს ხელშეუხებელია. ნუ მე ესე ვიტყოდი რომ ისრაელის თემაზე იგივე ელის ვაიდელთან ალტერნატივ ფურ დოიჩლანდის ალტერნატივ გერმანიისთვის ხელმძღვანელ ქალთან ხო იყო ინტერვიუ ილონ მასკის, სადაც ვაიდელმა თქვა რომ ჩვენ ასე ვთქვათ ისრაელის სახელმწიფოს ხარს უჭერთ, მასკმას დაუდასტურა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ამ ისრაელის მხარდაჭერა ძლიერია, ორპარტიულია და ამ ხრივ ტრამპი ჩემი აზრით უფრო მკაცრი იქნება ვიდრე წინა ადმინისტრაცია იყო.
ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეალურად ამ ცენზურის მიღმა იდგება როგორც აქამდე. შეიძლება ინფორმაციული ნაკადების დონეზე არ იყოს თქვა დაცენზურებული, იმიტომ რომ მე როგორც ვაკვირდები X-ზე, ანუ ყოფილ Twitter-ზე ძიდება ხოლმე პრო-პალესტინური ინფორმაციები, ხა მე ყოველთვის შეიძლება ვერ ვადევნებ თვალს, მაგრამ რასაც ვადევნებ, იქ არის ბლოკება ხოლმე. თუმცა ეს დიდი ალბათობით და 100%-იანი ალბათობით არ უნდა ნიშნავდეს, რომ თქვა ტრამპი რამენაირად ისრაელის მხარდაჭერისგან შეიძლება გადაიხაროს. მოდი უკვე დაუბრუნდეთ და გადავიდეთ რას ველოდოთ საქართველოში, ანუ არსებობს რაღაც ჯგუფები, რომლებიც ესეთი ჩემი აზრით ესეთ ნაივურ იმედებს ამყარებს ტრამპის გაპრეზიდენტებაზე. მაგრამ თუ გადავხედავთ ტრამპის კი ჩვენ აღვახსენეთ, რომ ტრამპის პირველი ვადა სხვანაირი იყო და სულ სხვა გავლენების ქვეშ იყო მაშინ ტრამპი და ეხლა შეიძლება სხვანაირი იყოს, მაგრამ მაინც უნდა გავითვალისწინოთ, რა თქმა უნდა, პრაქტიკა, ხო? მაგალითისთვის, ანუ ამ შემთხვევაში ჩემი ერთ-ერთი სათქივარი, ესე ვთქვათ, არის კონსტიტუციაში, ნუ ევროკავშირის დიდად არ ვერჩი, კი ბატონო, ევროკავშირი ეწეროს, მაგრამ ნატო მაინც ამოსაღები გვაქვს ჩემი აზრით. კონსტიტუციიდან. ტრამპს ჰქონდა ზუსტად იგივე, აი აბსოლუტურად იგივე, მართლაც რო შევხედოთ სიტყვაზე კონდოლიზა რაისიდან დაწყებული შემდეგი საგარეო სახელმწიფო მდივნების და პრეზიდენტების განცხადებები და ერთი სიტყვები რომ მეორეს მივაწეროთ, ვერავინ ვერ შეამჩნევს განსხვავებას, ანუ პირდაპირ გეუბნებიან. ყოველგვარი ესკალაციის და პროვოცირების გარეშე ვეხმარებით საქართველოს რომ გააძლიეროს საკუთარი თავდაცვის უნარიანობა, მაგრამ თუ კითხვას დასვავ ხო ვის წინააღმდეგ უნდა გააძლიეროს თავდაცვის უნარიანობა საქართველოს და როგორ შეიძლება რომ ეს არ იყოს ესკალაციური ან პროვოკაციული, ამაზე რა თქმა უნდა პასუხს აღწევენ. მოკლედ დიპლომატიურად ყველანაირად თავს იცავენ, რომ პირდაპირ შეერთებულ შტატებზე არ მოხდეს თითის დადება რუსეთის მხრიდან, როგორც ფაქტიურად ეხლაც კი უკრაინაში კი ამბობს რუსეთი ამ ყველაფერს, რომ აი ამერიკიდან მოდის, მაგრამ რეალურად ოფიციალურ დონეზე ის ვერ ამბობს, რომ ჩართულია შეერთებული შტატები ამ ომში. და ჩვენთანაც დაახლოებით იგივე სიტუაცია იყო, იგივე დიპლომატიური მესეჯები ჰქონდა. მართლაც რომ ვნახოთ სიტყვაზე პომპეოს განცხადებები და კონდოლიზა რაისის განცხადებები და ერთი სიტყვები მეორეს მივაწეროთ, ანუ პრეტენზიაც კი არ ექნებათ, რომ აი მე კონდოლიზა რაისის სიტყვები მომაწერეს და ეს არის ზუსტად იგივე სიტყვები, თითქოს მესეჯ ბოქსი იყო ყოველთვის ერთი და იგივე. აი თქვენი დამოკიდებულება მაინტერესებს ამ შემთხვევაში პირველ რიგში ამ ჩანაწერის მიმართ კონსტიტუციის. და შემდეგ რას უნდა ველოდოთ აი ამ ხრივ, იმიტომ რომ მართლაც გეოპოლიტიკურად იმ ხელისუფლებები მიდის და იმდენი რაღაც ახალი წარმოჩნდა, ნუ არ ახალი, როგორც ვახსენეთ, მაგრამ უბრალოდ საჯაროობაში გადმოინაცვლა იმან, რაც ასე თუ ისე ანალიტიკურმა ჯგუფებმა იცოდნენ, ხო? აი ამაზე მაინტერესებს თქვენი პერსპექტივი, პროგნოზი. ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობ და ცხადია კონსტიტუციას პატივს ვცემთ. უბრალოდ ჩვენ ასევე გვესმის, რომ რაღაცა ტიპის გეოპოლიტიკური გადაადგილებები აისახება ხოლმე სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვან და საორიენტაციო დოკუმენტებზე. ნუ ის ფაქტი, რომ ესე იგი ტრამპისა და ტრამპი ხა პირდაპირ ამბობს, რომ მას არ ჯეროდა უკრაინის ნატოში შესვლის, ჩვენ გავიხსენოთ და რომ ესე ვთქვათ ნატოს გამოარიო, გავიხსენოთ, რომ იგივე ყოფილ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს, როდესაც მან ეს ჭეშმარიტება თქვა, ამის გამო, რა ვიცი, ლამის ესე იგი კრიტიკის ნიაღვარი ხვდა წილად, როდესაც ეს ახლა ვინც ვაკვირდებით მოვლენებს, რა ვიცი, პუტინიც ამას ამბობს და ტრამპიც ამბობს და რა ვიცი, ყველანაირი ლოგიკით ასეა, რომ უკრაინის ნატოში შესვლა მისთვის არის წითელი ხაზი და რა ვიცი, ამერიკის გეოპოლიტიკოსები ამბობდნენ, ხო, ბჟეჟინსკი, მაგრამ მაინც არა პროვოცირებული. ხო. ამბობს, რომ მაგალითად უკრაინას გარეშე რუსეთი არის რეგიონული მოთამაშე, ხოლო ამასთან ერთად არის მსოფლიო მოთამაშე და კიდევ ბევრი ლოგიკა, ხო, ახლა შეიძლება თქვა, რომ ახლა ფინეთი და შვედეთი ხო შევიდნენ, მაგრამ რომ დავაკვირდეთ, ხო, ის არის სხვა კონტექსტი. ეგრე ალიასკიდან რუსეთი ერთმანეთს ესაზღვრება, რამდენიმე 50 თუ 100 კილომეტრზე თუ რაღაც ძალიან მცირე რაოდენობაზე და ეგრე ნატოს ლიდერი ქვეყანა აქ ყავს გვერდზე, ხო და ანუ ეს არ არის, ანუ ნატოს მოსაზღვრეობა კი არ არის, ანუ საათ, ანუ რამდენად მტკივნეულ რეგიონში ესაზღვრება, ანუ რუსეთისთვის ეგ ადგილი ყოველთვის იყო მტკივნეული, იმიტომ რომ შეჭრა იგივე ნაპოლეონის და ჰიტლერის, ეგ იყო საქართველოს თუკეთ გადავიდა კავკასიის. საქართველო კი, იმიტომ რომ იქ არის ეთნიკური მრავალფეროვანი და კავკასია, ჩრდილო კავკასია და ხა იგივე პუტინისთვის გამოსვლებს რომ დავაკვირდეთ, ის
ყოველთვის იშვერდა ხელს დასავლეთისკენ, რომ აი თქვენ ცდილობდით აგემტუტებინათ ვითარება დასავლეთ წაგეხალისებინათ ეგრეთ წოდებულ ტერორიზმის ასე უწოდებს და ხო ხტებით, იმისთვის არ მოწყვლადობაზეა, ნატოში არ შესვლა ხა ფინეთი და შვედეთი, რომელიც ახლა სოციალ-დემოკრატიულ თითქმის 60-ში ცხოვრობენ, თუმცა პრობლემები აქვს. იმდენად საფრთხე არ არის, როგორც უკრაინა, რომელსაც აქვს დასავლეთ უკრაინული ნაციონალიზმის გამოცდილება, ანტირუსული, აქვს ეს გამოცდილება, რასაც ეხლა ღებულობენ, აქვს ბევრად უფრო ყველაზე ბრძოლის უნარიანია ევროპულ ქვეყნებს შორის უკრაინას გულისხმობ აქვს სამხედრო სამრეწველო კომპლექსის უდიდესი გამოცდილება და ომში როგორ ომობენ ახლა ხო რუსეთი იმის მიუხედავად რომ წინ მიიწევს ჩანს რატო შეიძლება უკრაინა იყოს საფრთხე თუ ის ნატოში შევა. პლუს შავ ზღვაზეა და პლუს ის რომ თქვა რაკეტები უფრო შეიძლება მიწვდეს აქ და ასე შემდეგ. ხო ხა ეგრე შეიძლება თქვა რომ ამერიკამ განალაგოს იქ თავის ალიასკაში ეს რაკეტა და დაარტყას იქ ლავრენტიას რომელიც ესაზღვრება იქვე ასე თქვა იმ ტერიტორიაზე არის. ხო ანუ ეს რომ ვიცოდეთ. ხო რაც შეეხება ჩვენს კონტექსტსაც რომ დაუბრუნდეთ 2008 წელს სიტუაციის შესაბამისი მაქსიმუმი მიიღო რუსეთმა, როდესაც მან კავკასიის აქეთ ჩადგა ბაზები და გაიფორმა, ასე ვთქვათ, იმედია რომ არასაბოლოოდ, ესე იგი ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი, ხო? აღიარა უბრალოდ მათი დამოუკიდებლობა ეგრეთ წოდებული. აქ და რატო ამ სიტუაციის მაქსიმუმი, იმიტომ რომ შენ მისთვის საქართველოს ბოლომდე აღება ჩემი აზრით ამ შემთხვევაში თუ ხა ჩვენ რაღაც სიგიჟი არ გავაკეთეთ, რასაც მეორე ფრონტი რა ქვია და რისკენს მოგვიწოდებენ, რუსეთისთვის საქართველოს აღება ჩემი აზრით არის არა ოპტიმალური გამომდინარე იქიდან რომ ეს ჯერ ერთი თავის ბრიქსის ქვეყნებში გამოიწვევს მის ასე ვთქვათ მისი რეპუტაციის შერყევას რომ შენ კაი უკრაინაში რატომაც შეხვედი გავიგე ხო ეს ვთქვათ აი რასაც შენ ამბობ მაგრამ ამ საქართველოს რომელიც არ გეომებოდა და იძახდა რომ არ მინდა მეორე ფრონტი რატო შეხვედი ხო ესეთი ტიპი ეს კითხვა მეორე ტიპის ის მომენტია რომ მეორე მომენტია ის რომ საქართველოს იქ არის თავის ტკივილი რუსეთისთვის გარკვეული აზრით იმიტომ რომ პირობითად შეიძლება ვთქვათ დაიპყრო ღმერთთან უკნას ხო ქვეყანა მაგრამ ეს 20-30 წელიწადში აქ მიიღებ ნაციონალიზმის კერას ხო სავარაუდოდ ხო რაც და გეოპოლიტიკურად როგორ რა იქნება მე აქ ყოველთვის რაღაცა შეიძლება ხინჯად ექცეს რა სამომავლო და ეხლა ხო ოპტიმალურია ის რომ თქვა აქ არავინ მას ომს არ უწყებს სამწუხაროდ მან დაიკავა ეს კორიდორებს აკონტროლებს წინა ხელისუფლებამ ბევრი ობიექტი ენერგოობიექტი გადასცა ორი ბაზა აქვს და ხა ეკონომიკურად ჩამოკიდებულები და თბილისში თუ არ დასვავს ვიღაცას ეგ საერთოდ შეიძლება მისთვის პირიქით ის იყოს რა ქვია არ იყოს მომგებიანი ხო ამ ოპტიმალური დონიდან გამომდინარე ოპტიმალური ხედვიდან გამომდინარე მისთვის და შესაბამისად ჩვენ უნდა ვეცადოთ და მე მგონია რომ დღევანდელი ხელისუფლება არის ყველაზე ოპტიმალური ძალა რომელსაც შეუძლია ამ პოტენციურ ცვლილებებს რაც დიდი ალბათობით ტრამპის და პუტინის დალაპარაკების შემდეგ დაადგება ისეთი ადაპტაციური პასუხები გასცეს რომელიც ნაკლებად იქნება დამღუპველი ქვეყნისთვის ხო ანუ ახალი რეალობასთან ადაპტაცია ჩემი აზრით ყველაზე მეტად შეუძლია ამ ძალას იმიტომ რომ ხა იქით რომ ხედავდნენ რომ გაერთოდ ვიღაცეები პოლიტიკოსები რომელიც რავით პარლამენტში შედიან არ შედიან და რაღაც სიგიჟეებს აკეთებენ და რო წარმოიდგენ რომ ვიღაცა რომელიც აი რაღაც ისტერიულად იქცევა ხო აღარ მინდა ხა შეგვიძლია ბევრი წარმოვიდგინოთ ვიზებს საუბრო ხო და ანუ ეს რომ უნდა იყოს ხელმძღვანელი როცა იქ ტრამპი პუტინი ჩინეთი ლაგდება ერთმანეთში და საქართველოს თემა უკრაინასთან ერთად არის ერთ-ერთი დღის წესრიგი საკითხში და აქ არის ვიღაცა პირობითად ვიღაცა ვთქვათ ალეკო ელისაშვილი მაინც ვამბობ ალეკო ელისაშვილი არის კოლექტიური ალეკო ელისაშვილი არის ხელმძღვანელი რომელიმე თანამდებობის პირი და ამან უნდა ეხა თავისი გენიალური მანევრირებით უნდა რაღაცნაირად საქართველოს უნდა გააძვრიოს ამ გეოპოლიტიკურ ლაბირინთებში. ეს ამასო წარმოვიდგინეთ მე ცოტა ცუდად ხვდები და საბედნიეროდ ქართულმა ერმა აიცილა მსგავსი პერსპექტივა. რაც შეეხება აი ნატოს აი უნდა დაველოდოთ და მაქსიმალურად ჩვენ ამ შემთხვევაში როგორც პატარა ქვეყანა ვართ მოპასუხე და არა ვართ ამ ადაპტაციის ფონის ტონის მიმცემი და ჩვენ ამ შემთხვევაში უბრალოდ შვიდობით და გონივრულობით უნდა მიუდგეთ ყველანაირ ან მზაობა უნდა გქონდეს ბევრი
მნიშვნელოვანი ცვლილების, რაც მე შესაბამისად შეიძლება რაღაცნაირად აისახოს სხვადასხვა დოკუმენტში. და რა თქმა უნდა, ეხლა გეოპოლიტიკურ გადალაგებებზე ვსაუბრობთ და შევეხეთ იქ დიდ ქვეყნებს, შევეხეთ საქართველოს, რა თქმა უნდა და არ უნდა გამოგრჩეს ის, რაც ხდება ჩვენთან ძალიან ახლოს, ხო, ახლო აღმოსავლეთში. ფაქტიურად როგორ დაჯიჯგნეს, დაინაწილეს სირია. ხო, ანუ ეს ხო ჩვენი მეზობელი აკეთებს ახლა ამას. რა თქმა უნდა ისიც ხედავს, თურქეთი ხედავს, რომ ახლა გადანაწილების პერიოდია და უნდა გამოიყენოს მაქსიმალურად ეს პერიოდი. მე არ ვიცი ახლა საქართველოს იმპერიალისტური არასდროს არ იყო, მაგრამ იმპერიალისტური რო ყოფილიყო და დიდი ქვეყანა, ალბათ საქართველოსიც რაღაც ჯგუფებს მაინც ექნებოდა შესაბამისი სურვილები, რომ აი სანამ დრო გვაქვს დავინაწილოთ და მაინტერესებს აი ამ სირიის მიმართ როგორც მოიქცა სოფლიო ფაქტიურად ხო იქიდან ისრაელი, თურქეთი როგორ რუსეთმაც როგორ არ ვიცი გადაწყვიტა ტაქტიკურად უკან დაიხია, დათმო, არ დათმო. აი ამის მაგალითები მაინტერესებს, ჩვენ რა უნდა ვისწავლოთ? ძალიან კარგი მაგალითია და მე ხშირად ისედაც ამ კითხვის მიღმაც სულ ეს რა უნდა ვისწავლოთ ტიპის კითხვას უსვამ ხოლმე ჩემ თავს და ხვდები რომ ანუ რასაც ჩვენ ვაკეთებთ საგარეო მხრივ არის შესაძლებლის მაქსიმუმი რა, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ანუ ეხლა მიმდინარეობს გეოპოლიტიკური რეფორმატირების პროცესი, რომელშიც არის ალბათობა იმისა, რომ რაღაცა ქვეყნები საერთოდ შეიძლება გაქრნენ, ან იმ სახით გაქრნენ, როგორიც აქამდე არსებობდნენ და ხლა იმის თქო ჩვენ არაფერი არ გვემუქრება, როცა აქეთ რუსეთი გვყავს, აქეთ კიდე ამერიკის შეერთებული შტატების ასე ვთქვათ ის ადმინისტრაცია იყო, რომელიც აქ რაღაც საშინელებებს გვიპირებდა, მათ შორის რუსებზე შეკლას და მე აქ პარტიზანულ გახიზვნას, ხო? ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ აი სირია არის კიდევ ერთი მაგალითი, ხო მე ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენ გაგვიმართლა რომ ინტერნეტის სწორად გამოყენება ვისწავლეთ და დავხედეთ ამ იგივე ამ Telegram არხებზე, სხვა Facebook-ზეც და სხვაგანაც, რომ აი ეს რაღაცა ომი, ანუ ეს Counter Strike-ის კლავიატურის ლომებმა ვუთხარით, რომ Counter Strike-ი არ არის ომი. ომი არის რაღაც ხო და ომი არის ის, რაც ჩვენ აღარ გვინდა, რატო? იმიტომ რომ ანუ ვიომეთ, განა ის რომ ვიომეთ. თან არც ისე შორს არის. ხო, არც ისე შორს არის, არც ერთი რეგიონი, არც აგერ იყო რუსეთი, რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც აგერ შეგვეხო ესე და გამოფხიზლება გამოიწვია ჩვენი ერის. მერე ეს იყო აგერ აზერბაიჯანის და სომხეთის ომი, აგერ სირიაში რაც მოხდა, ანუ ეს ხო არის ახლოს სამეზობლო, აგერ ირანისა და ისრაელის შორის ეს ასე ვთქვათ ომის ზღვარზე ყოფნა, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი, ანუ ეს ყველაფერი ხო არ ხდება მართლა იქ რა ქვია ავსტრალიაში ან ანტარქტიდაზე, ხო? ანუ უშუალო შემხებლობა და აქ ერთი გადაცნობა ინტერესების ზედმეტი გამოკვეთა ჩვენს მიმართ, ჩვენ ძალიან მოწყვლად ხდის და შესაბამისად რაც უნდა ვისწავლოთ არის კვლავ და კვლავ ის რომ გონიერება და პრაგმატიზმი, ხო? ჩვენი ერი პირველად ახდენს გულისხმობ აი უახლოეს ისტორიას პრაგმატულ ხედვას, იმიტომ რომ ჩვენ იმდენჯერ გადავიჩეხეთ ამ უბსკურში, რომ უკვე ანუ ეგზისტენციალური ჩამკეტები უკვე აგვიმოქმედა, რომ რაღაცა სიგიჟეს თუ ვიძავდა ქვეყანას ვიღაცას გავატანთ. შეიძლება ანუ ის ფაქტორი ჩვენ ვამბობთ, რომ აი დანაწევრდება ქვეყანა და დაიშლება, ანუ არ ქონია ჩვენ საქართველოს სამეფო სამთავროება დაშლის პრეცედენტი და მე არ ყოფილა ტყვეთას ყიდვები და არ ყოფილა უბედურებები ამ დაშლილობის და ერთმანეთში ომები და აქ არ გადმოვიტანეთ სამოქალაქო ომი. კი, ზუსტად. დეცენტრალიზაციის ბოროტებანი არ მიგვიღია ჩვენ თავზე გულისხმობ დაქსაქსულობას და არა ხა რაღაც იმეებს, ხო? ანუ ესენი ჩვენ ვიცი და უბრალოდ აი ამაზე რომ ლაპარაკობთ ეს ამისი რუსული ნარატივი. ხო, ეს ხო რუსული ნარატივი და ეს რუსული ნარატივიც ხო უკვე ყავგასულია, ხო? რაღაცნაირად კი ვიღაცეებზე მოქმედებს და ვიღაცეები დაძდევენ ხალხს და რუსის მონა და რაღაც სულელებს ლაპარაკობენ და ხა თვითონ რომ იმაში აქვს რა ქვია რუსეთიდან ფულს იღებენ და რუსეთის ხო რა ვიცი რუსეთში მე საერთოდ არ ვარ მოწინააღმდეგე რომ რუსეთში ბიზნეს პირიქით მოვამბობ რომ უნდა ვაკეთებდე და არც მწხვენია უბრალოდ ამათი ფარისევლობა რომელიც თვითონ ხელისუფლებაში იყვნენ ზუსტად იგივეს ამბობდნენ რომ რუსეთ სააკაშვილი ბეჭდიმებს ვიზას ურტყავდა და იხდებოდა საბაჟოზე და მოდითო რუსულად ეუნებოდა და რუსეთის დროშით იყო ასული ნუ ხო ვიცით რომ ეს არის ფარისევლობა ანუ
პრობლემა იმაში კი არა რომ შენ ის მაგალითად ხო შეიძლება ვიღაცა მართლა გულითადი ლიბერალი იყოს რომელიც ამბობს აი მე არ მინდა აი რუსეთი აღარ მინდა საერთოდ აი ესეთ ადამიანს უფრო გაუგებ რომ აი ამას არ უნდა აი არ უყვარს ხო აი ხო შეიძლება აკვიატება განწყობისეული აკვიატება რომ არ უყვარს რუსეთი გასაგებია მაგრამ ესენი რომელიც თვითონ ვაჭრობენ რუსეთთან გააქვთ 1000 სასმელები ყიდიან თავის ნაკეთობებს და მე განანდა რუსეთისგან უნდა გადავარჩინოთ ქვეყანაო ეს არის ფარისევლობა. ფარისევლობა კიდე ქრისტიანულ კულტურულ ქვეყანაში არის ერთ-ერთი რაღაცა რაც არ ევასებათ, იმიტომ რომ კულტურული ქრისტიანი და იმ ახალ აღთქმაში ერთ-ერთი რაც არ მოწონთ, არის ეს ფარისევლობა. ხა შეიძლება რელიგიურად არ ვიყოთ ჩვენ განწყობილები, მაგრამ კულტურული კოდი რაღაცნაირად ჩვენ გვაქვს, რომ აი ეს ფარისევლობა არ მოგწონთ სწორედ თქვენში, რომ ფარისევლები ხართ, აი ეგ არის ცუდი და სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ჩვენ გვინდა რუსეთთან ვაჭრობა, თქვენც გინდოდათ, თქვენც ვაჭრობთ და საწინააღმდეგოს ნუ ამბობთ. აი ეს არის ჩვენი პოზიცია მარტივად რო ვთქვა. აი რახან დავიყვანეთ უკვე ვაჭრობაზე და დავიყვანეთ რა თქმა უნდა პრაგმატულ საგარეო პოლიტიკაზე მაინტერესებს თქვენი აზრის და მეც ამაზე ვისაუბროთ. ხა ჩემი გადმოსახედიდან ერთადერთი რამაც შეიძლება ჩვენ ასევე ფონის გასვლაში ამ გადაწყობაში მოგვეხმაროს არის ორი ძირითადი პროექტი. ერთი არის 3+3 ფორმატი, რომელშიც საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, რუსეთი და ირანი უნდა იყვნენ წესით, მაგრამ ჩვენ ამას არ ვესწრებით, უჩვენოთ იკრიბებიან ხოლმე და იმედია, მხოლოდ კარგს ლაპარაკობენ, ჩვენზე იმედია. მჯერა რომ ეგრე. ჩვენ ამაში არ მონაწილეობთ და მეორე არის, რა თქმა უნდა, ვახსენეთ კიდეც ამ გადაცემაში ბრიქსი. და ბრიქსი ძალიან საინტერესო, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ტენდენციურად ძალიან ზრდადია და ფაქტობრივად ეკონომიკის მომავალი დიდი ეკონომიკების გაერთიანება არის, მით უმეტეს თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მაგალითად ჩინეთი თulis საწარმოო ეკონომიკას და არა სამოხმარებლოს, როგორც მაგათ რუსეთი ან ამერიკა ბერავს თავის ეკონომიკებს სამოხმარებლო, სპეკულაციური კაპიტალით ჩინეთი პატიოსნად რას აწარმოებს გითვლის, რა შეუძლია რეალურად თავის პოტენციალს, ხო? ანუ ეს მომავალი ეკონომიკების გაერთიანება ეს ერთი და მეორე ძალიან საინტერესო ჩვენთვის ჩემი აზრით და ვერ დავაიგნორებთ უბრალოდ არის იმიტომ რომ ირანი თურქეთს განცხადება აქვს წევრობაზე გაკეთებული, აზერბაიჯანს წევრობაზე აქვს განცხადება გაკეთებული, რუსეთი ნუ დამფუძნებელია ერთ-ერთი და სომხეთი ესწრება სტუმრის სტატუსით. თითქმის ყველა ამ ბრიქსის სამიც. ანუ ჩვენ ხდებით რაღაცა პატარა კუნძული იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც თანხმდებიან იმაზე, რომ ვაჭრობა არის ერთადერთი მშვიდობის გამოსავალი არის ერთმანეთში ვაჭრობა. ხო? ნუ ერთადერთი შეიძლება ერთადერთი არა და არც საკმარისი არ არის, მაგრამ აუცილებელი პირობა არის როგორც. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ძირითადი ცოტა ბრიქსთან დაკავშირებით, ანუ ჩვენ გადმოსახედით, ანუ პერსპექტივაში ჩვენ შეგვიძლია თუ არა ბრიქსს ეხმამაღლა საუბარი, თუ არ შეგვიძლია, რატომ არ შეგვიძლია, თუ არის აუცილებელი რომ უკვე დავიწყოთ, თუ უნდა მივენდოთ ახლა ამ შემთხვევაში ქართული ოცნების ინსტინქტებს და მოქმედებს სწორად თუ უნდა დაჩქარდეს. ანუ საზოგადოებიდან უნდა იყოს თუ არა დაკვეთა აი ასეთ გაერთიანებებზე საუბარი. მე ვიტყოდი რომ ჩემი აზრით ესეთი დაკვეთა საზოგადოების მხრიდან ნაჩქარევი იქნება, იმიტომ რომ ჯერ ბრიქსი არის ჩამოყალიბების სტადიაში მყოფი ორგანიზაცია, თუმცა იმიტომ რომ იქ ჯერ კიდე დოლარის ტრანზაქციები ერთმანეთში მაღალია და ჯერ ასე ვთქვათ რაღაცა ტიპის მაინც კონტურული არის ჯერ. იმის მიუხედავად რომ მზარდია და ასე ვთქვათ ჯაბნის კლიანშიდან პროდუქტში როგორც მახსოვს ხო და აქეთა ბანაკის ქვეყნებს. მე ვიტყოდი რომ საუბარი უნდა იყოს ინტენსიური, თუმცა ყოველთვის ეს არსებობს დიალექტიკა ასე ვთქვათ მართველი კლასისა და აი მოსახლეობის, ოღონდ რომლებიც ერთ აზრზე არიან იმაზე თუ არ არიან უსამშობლოები და არ არიან ვთქვათ რაღაც მეხუთე კოლონის წარმომადგენლები. ამ შემთხვევაშიც შეიძლება შენ სურვილი გქონდეს რომ აი რაღაცა გაკეთდეს, მაგრამ იმ მთავრობას რაღაცა ტიპის სხვა ბმები კონდეს, სხვა ხედვები და სხვა ეს ინფორმაციები, რაც ახლა რიგით ადამიანს არ აქვს გამომდინარე იქიდან, რომ იმას მართვის სადავეებთან არ არის, ხო ეს დაახლოებით ესე ცოტა ყოფიცე რო გადავიტანოთ, როდესაც მეუღლე მეორეს თხოვს, თქვა მომიტანე ახლა 5 კილო კარგი ხორცი, ხა იმ მეორე მეუღლეს რო უწევს გასვლა გარეთ და ანუ როგორ მოუტანს, რიგში ჩადგება თუ არა
დააგვიანებს თუ არა, ეს უკვე იმ მეორე მეუღლის როგორც წესი ქმარის, ხო? მოატყუებს თუ არა ვაჭარი. ხო, მოატყუებს თუ არა ვაჭარი. აი ამის უკვე ამის სინდისია და ამის პრეროგატივა, ანუ დაკვეთა ამ შემთხვევაში არის რომ აი გადამარჩინე სიგიჟეებში არ ჩამაგდო, განმავითარე, ეკონომიკა იყოს, ეროვნულობა იყოს და ანუ მეთოდოლოგია და ის გზები და ის ჩახლართულობა, სწორედ ამიტომ არის მთავრობა და ის ელიტა, რომელმაც უნდა ეს გააკეთო, ხა შეიძლება ცოტა ისეთი სიტყვაა, მაგრამ ნუ ანუ ის მართველი კლასი, ხო, რომ ანუ ის ხორცის მოტანა როგორ ხდება სახლამდე, ხო, იქ რომელ მაღაზიაში აარჩევს კარგ ხორცს, არ აარჩევს, დააგვიანებს სახლში ხონტო ჩვენ ახლა ხშირად გვინდა რომ აი გააბწყინე საქართველოს და კარგი და ვთქვათ ესე მარტივად არ ხდებოდეს მე იმედის ვიტოვებ რომ და აქამდე უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში რაც ომი დაიწყო განსაკუთრებით მართლმა გუნდმა გამოავლინა პოზიტიური სუვერენისტული ნაბიჯები და მე რამდენადაც მე ვაკვირდები მათ აქვთ ეს ეროვნული განცდა და ეს მზაობა და მათ შორის ეს უნარჩვევებით რომ მათ რაღაცნაირად ამ გეოპოლიტიკის ლაბირინთებში ასე ვთქვათ გაიყვანონ სამშვიდობოს ქვეყანა მე ესე ვხედავ ბატონო გეოპოლიტიკად რჩება და ამის გამო კრიტიკის საგნები ხვდებით ხოლმე ხანდახან რომ აი გეოპოლიტიკაზე მსჯელობენ ბიჭები. კი ზუსტად. ესეთ რაღაცებს ანუ მაგრამ რა თქმა უნდა ხა დიალექტიკა არსებობს გეოპოლიტიკაში ერთია რომ კი ბატონო მშვიდობა სუვერენისტული პოლიტიკა შემდეგ, მაგრამ შიდა სოციალურ საკითხებში რჩება ძალიან დიდი დიალექტიკა, ხო და ამას ახლა არავინ არ მალავს, ვამბობთ თავისუფლად, რომ 50 მილიონერი რო არის პარლამენტში და დამოკიდებული არის მაგალითისთვის ამ ყველაფერზე, ამ სოციალურ პოლიტიკაზე, ხო? მას სჭირდება გარედან мотиваცია, ასეთი ნეგატიური მხრივ ამბობ, ანუ გარედან ხალხის წინააღმდეგობას გულის. სჭირდება წინააღმდეგობა, რომელიც რაციონალურ, კონსტრუქციულ წინააღმდეგობას გაწევს. არა სიგიჟეს რო აი ყველა მინისტრი უნდა გადადგეს და მე რა მოხდება რო არავინ არ იცის, ხო? მთავრობა უნდა გადადგეს და ევროკავშირი თვითონ შემოვა ჩვენთან რაღაც. არამედ აი კონკრეტული აი საბინაო პოლიტიკა, ხო, პროგრესული გადასახადები, ანუ რეალური პრობლემები საქართველოში არსებობს. რომელიც თავის დროზე ჯერ დაიგნორებული იყო და ახლა ეს ლიბერალური ფლანგი ცდილობს რომ ხელში აიღოს, თუმცა ესეც არ გამოსდის, იმიტომ რომ მათთვის ანუ ორგანულად მიუღებელია სოციალურ თანასწორობაზე საუბარი, უბრალოდ არ შეუძლიათ კონსტრუქციულად ისაუბრონ სოციალურ თანასწორობაზე. ურჩევნიათ თქვა რომ აი ეხლა ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, ესენი უნდა დამარცხნენ და შემდეგ სოციალური თანასწორობა თავისთავად დადგება, ხო? აი ჩვენი მხრიდან, ხალხის მხრიდან ამ შემთხვევაში და ვიცი რომ ბევრ რაღაცაზე თანხმდებით, შეიძლება ბევრ რაღაცაზე ვერ თანხმდებოდეთ, მაგრამ ბევრ რაღაცაზე ოთარ მე და თქვენ თანხმდებით. ანუ ჩვენი მხრიდან რა ნაბიჯები უნდა იყოს გადადგმული, აგერ მოდის უკვე ადგილობრივი არჩევნები, ხო? სამწუხაროდ საქართველოში ფაქტიურად შეგვიძლია ვთქვათ ხოლმე რომ მხოლოდ 1 წელი გვაქვს შვიდი, ხო? ანუ ეს ჯერ სიგიჟე იქ საპარლამენტო არჩევნები, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სიგიჟე, მერე ადგილობრივი არჩევნების წინა სიგიჟე, მერე ადგილობრივი არჩევნების შემდეგი სიგიჟე, მერე ერთი რაღაცა თავისუფალი ოდნავი წელი თუ გაგვიმართლებს და შემდეგ ისე ვიწყება წინა საარჩევნო საპარლამენტო სიგიჟე. ბოლო იყო გამონაკლისი, როცა 21-დან 24-მდე ვიყავით დასვენებულები და მართლა თუმცა სხვა არჩევნებისგან თორე სხვა სიგიჟე. არა, ხო, ომი და ეს არჩევნებისგან გულისხმობ. ბოლო აი 5 წუთი დაგვრჩა და მინდა აი ამაზე ვისაუბროთ საქართველოს საზოგადოებას, ხალხს, შრომელ მოსახლეობას, უბრალო ადამიანებს, უმრავლესობას, ესე რომ ვთქვათ. რა შეუძლია აკეთოს ისე, რომ ეროვნული ინტერესები თან არ დააზიანოს და თან საკუთარი ინტერესებიც წინ წამოწიოს. ნუ ეს ცხადია, უნდა ხდებოდეს მაქსიმალურად ძალიან რთულია ეს ამის გაკეთება. მე კიდევ ერთხელ ვთქვი, რომ ოპოზიციური ლანდშაფტი არის ძალიან მონოპოლიზებული ამ ნეოლიბერალური უსამშობლო პარტიების მიერ, რაც ქვეყანას ხელს უკან, იმიტომ რომ პოზიტიური ზეწოლა არ ხორციელდება ხელისუფლებაზე და შესაბამისად ხელისუფლება აკეთებს ბევრ რაღაცას, მაგრამ კიდევ მეტი შეუძლია
იმას რით რომ თქვათ ანუ ჯანსაღი კონკურირება არ აქვს და მე მხოლოდ ვისურვებდი რომ ეს ჯანსაღი კონკურირება იყოს ეროვნული და სოციალურად ორიენტირებული ძალების მხრივ ამ მხრივ ჩემი აზრით უნდა გაკეთდეს უნდა იყოს მეტი თვითორგანიზება და მეტი შრომა რაც შეიძლება ამ საქმეს წაადგეს იმიტომ რომ სხვანაირად ახლა მე ელექტორალურ ჭრილშიც რო გიპასუხოთ აი იმ 800,000 ამორჩევლიდან ვინც თქვათ ოპოზიციას მიცახვა რაღაც ნაწილი იქ არის ალბათ სექტურად განწყობილი ავთენტური ნაცი და ასე შემდეგ დაახლოებით უხეშად ხა ძალიან არასოციოლოგიურია მაგრამ ესე ჩემი დაკვირვებით ნახევარი შეიძლება არც იყოს თქვათ ესე ნაცი ან რაღაცა არამედ იყოს უბრალოდ ან ოპოზიციური განწყობა დააფიქსირა უბრალოდ მას პოლიტიკურ მენიუში ყავდა ვიღაც თქვათ გვარამია და ჯანდაბას ამას მიცემ იმიტომ რომ შეიძლება საერთოდ არ მოწონდეს ხო ან ყავდა ვიღაც თქვათ ხაზარაძე რომ არ ვიცი ხა სოციალისტურ მესეჯებს იმაშობ. ხო და გახარია რომელიც საერთოდ ჩაიბა მემარცხენეების ნაწილი ხო საერთოდ და ანუ ესეთი რაღაცა მგონი ანუ იმის თქმა ხა იქ 800,000-დან ყველა ნაცია ხა ცხადია არ იქნდა ყველა უსამშობლო მაგას ვერ ვიტყვით იმიტომ რომ ესე ამის პრობლემის სიღრმე ვიყოთ კი ცოტა გვაქვს რომ ანუ ეს ის პრობლემა რომ ვიღაცა პროდასავლელი მართლა პროდასავლელი რასაც ქვია იქ ახარია თქო გახარია ერთის მხრივ ანუ ლაპარაკობს ვითომ მემარცხენე საკითხებზე მაგრამ ის რომ ამ გაგანია ომის დროს ნატოზე და ევროკავშირზე აკეთებს აქცენტს ხო ანუ აი ეს ნდობა როგორ უნდა დაირღვეს ანუ როგორ უნდა არ მინდა ხა დიდაქტიკულად გამოვიდეს საზოგადოების და ხალხის მიმართ მაგრამ ეს ნდობა ხო უნდა დაირღვეს ხო უნდა მივხვდეთ რომ ევროკავშირზე და ნატოზე ლაპარაკი ამ დროს მით უმეტეს ეს რა ვიცი არ არის ქვეყნისთვის მომგებიანი შეიძლება იმ თვითონ იმ პოლიტიკური ძალისთვის იყოს იმიტომ რომ დამოკიდებული იყოს ან მეგობრები ყავდეს რომელიც ეხმარებიან გარედან და სიტყვას აწევენ ან თანხას აწევენ იქიდან მაგრამ საზოგადოებამ ხო უნდა დაინახოს რომ ამ დროს ჩვენ არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული ზუსტად აი დამანგრეველ რამეზე რაც არის ამ შემთხვევაში ნატო. უბრალოდ ევროკავშირი მასთან მიმმული კამფეტია, რომელიც ნატოში თუ მიგიღებენ და თავს დაგანგრევინებენ, მე შეიძლება გადმოგიგდონ. ეს არის ჩვენი საერთოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნების რეალობა, ეს არის ჯერ იგიღებენ ნატოში და შემდეგ კამფეტად გაძლევენ ევროკავშირს. ხო, ну არის ეგ პრობლემა ნამდვილად, იმიტომ რომ აი ეს განწყობებია და საერთოდ აი ეს მოსახლეობა აი ეს ელექტრონულ დემოკრატიას ეგ რაღაც ნაკლიც აქვს იმაზით რომ აი ეს ადამიანი არ არის ესე შეიძლება ჩართულია ადევნებს თვალყურს მაგრამ სიღრმეებში ხა ჩვენი პროექციების შეცდომა არ უნდა დაუშვათ რომ აი ჩვენ როდესაც ხა აი ეცნობით ამ პოლიტოლოგიურ ამ რაღაც იდეოლოგიურ და ყოველდღიურობაში პოლიტიკურ ჩართული ვარ ხა ის ადამიანი შეიძლება უფრო პრაგმატულად უყურებდეს და ვთქვათ აი ესეთი უფრო ზედაპირული განწყობებით მე ხა ყველაზე ვერ ვიტყვი მაგრამ არის ალბათ რაღაც სეგმენტი რომელიც აი ამბობს რომ აი ევროკავშირიც მინდა მაგალითად სოციალურიც მინდა, ნაცებიც არ მინდა, ოცნებაც არ მინდა და დაინახავს გახარიას პლაკატს, რომ არც ოცნება, არც ნაცები და შვიდობა, აირჩიე შვიდობა, ანუ ოცნების მესიჯის კოპირება, ოცნება არ გვინდა, ნაცები არ გვინდა და აი ეს კლიპური აზროვნება, ხო? რა კაი კაცია გახარია შემოხაზავს და ეხა ის რომ ჩვენ აქედან ვამბობთ, რომ აი იმან გუნდს უღალატა და ესე შვება და ისე შვება, შეიძლება ამ სიღრმეებში არ შედიოდეს. ანუ ჩემი აზრით ერთ-ერთი მომენტი გარდა სხვებისა არის ეს რაღაც აი ლიბერალური კლიპური აზროვნების გავრცელება, როდესაც აი ლოზუნგებით ოპერირებს ამ მომრჩეველთა ნაწილი და ეს რეალს არჩევნები არის ხოლმე ლოზუნგებით ომი, ანუ რომ ეს ხარტულად იყო შენი შინაარსობრივი, რომ ეხა მაგალითად აირჩიე მშვიდობა, ეხა ის მართლა ტყუილი ხო არ იყო, ხო მართლა გითხრევდა ომში და მე ოცნება გამოვიდა და თქვა რომ მე დავიცავი ქვეყანა და ხო ამირჩიეთ ამის გამო, ხო და აირჩია ხალხმა, ხო, იმიტომ რომ დაუფასა ეს. ხო და ესენი ამბობდნენ რომ არც ნაცები, არც ოცნება, ანუ მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ეს კლიპური აზროვნება არის პრობლემა საზოგადოების მიერ ანუ ოპოზიციური რაღაც ავთენტური სუვერენისტული ოპოზიციური პარტიების არარსებობა არის პრობლემა რაც აისახება იმაში რომ 800,000 ამომრჩევლიდან ნაწილი მართლა შეიძლება იყოს ნაცი და მართლა ევროპაზე მზედამთვარე ამოდის მაგრამ ნაწილი არის რომელიც რაღაცა ტიპის ან სოციალური ან რაღაცა ტიპის პრობლემების გამო ხო მიცა ოპოზიციას კაპიტალიზმი უბრალოდ ჯერ არის ხო ან ხო რაღაც ესეთი შეიძლება ვთქვა და არ
არ მოწონს თქვათ რაღაც თავისი მდგომარეობა და აძლევს გვარამიას ხმას, უბრალოდ ანუ ეს მერე ცხადია დაკარგული ხმა იმაზით, რომ ის გვარამიას პირდაპირ ეუნება იქ პოსტებში, რომ შენ ვიღაცებს ხო წერს, რომ შენ რაში მაინტერესებს, რას ფიქრობ, ხო ვიღაცებს წერს და ხა ეს იკარგება ხმა, მაგრამ უბრალოდ ის ამითი ცდილობს, რომ თქვათ ოცნებას დაანახოს, რომ ის ოპოზიციურად განწყობილია, აი ეს არის. უბრალოდ ის განწყობა სწორ ადრესატს ვერ პოვობს, იმიტომ რომ რაც მას უნდა და ის პარტია რა პოლიტიკური პლატფორმისა არის აცდენილი ერთმანეთთან. კი ბატონო და ეს სამწუხაროდ ჩვენი დროც ამოიწურა და მე მგონი ძალიან საინტერესო დინამიური საუბარი გამოგვივიდა იმედია მაყურებელმაც ისე ამოვნა. შეგახსენებთ რომ ჩვენი სტუმარი იყო ოთარ ჭულუხაძე, ფილოსოფოსი. მადლობა. ჩვენი კარგი მეგობარი, ოთარ დიდი მადლობა მოგზანებისთვის და მაყურებელს დიდი მადლობა ყურადღებისთვის. კარგად სანდებოდეთ.